შუადღე მშვიდობის მოგესალმებით სოლიდარობის სტუდიიდან მივესალმებით თავისუფალი არხის მაყურებლებს და რა თქმა უნდა ჩვენ სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე ყველა ჩვენს მაყურებელს მივესალმებით ეს არის ანალიტიკა სოლიდარობის სტუდიიდან და ჩვენ დღეს მე გავუძღვები ანალიტიკას ხოლო ჩვენი მუდმივი და თანაწამყვანები და სტუმრები არიან ჩვენი მეგობრები Tengo Manidze და ცოტნე მარღია კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა ვინც თვალყურს გვადენებს რა თქმა უნდა ახლა უკვე თავისუფალ არხზე მადლობა ასევე თავისუფალი არხის ხელმძღვანელობას რომ მოგცა საშუალება რომ აი რაღაცა პერიოდის შემდეგ სადაც მხოლოდ სოციალურ ქსელში ვიყავით და მოუწყებლობდით უკვე მოგცა საშუალება რომ ტელემაყურებელთანაც გქონდეს შეხვედრის დროც და ადგილიც და ასევე რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს მუდმივ ჩვენს კრიტიკოსებს და სხვათა შორის ვისაც აქვს საშუალება ჩვენ Facebook გვერდზე სოლიდარობის სტუდია და ასევე რა თქმა უნდა ჩვენს YouTube გვერდზე სოლიდარობის სტუდია გვიყუროთ თვალყური გვადევნოთ და რა თქმა უნდა იცით რომ თქვენი კომენტარები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენს ემიგრაციას ჩვენ თანამემამულეებს რომლებიც რიგი მიზეზების და პრობლემების გამო ანდ თუნდაც კარგი საქმის გამო ცხოვრობენ და საქმიანობენ უცხო ქვეყნებში მაგრამ ჩვენ თვალყურს გვადევნებენ ყოველთვის ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თენგო შუადღე მშვიდობით ცოტნე შუადღე მშვიდობის ჩვენ დავიწყოთ ჩვენი გადაცემა მაგრამ გაზავს საშუალებას მივესალმოთ როგორც მივესალმები მაყურებლებს დიდი მადლობა მერაბ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო საინტერესო ეთერი გვექნება დღეს განსაკუთრებით ეხა მერაბი შეეხება რა თქმა უნდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემატიკას გუშინდელი მოვლენის შემდეგ სოციალურ ქსელში სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ რომ აფეთქდა სოციალური ქსელი ჩვენი გვერდის მიერ გავრცელებული მიმართვის თუ ვიდეოს წყალობით. თუმცა ეს შენ გადაცემაში მოხდა ბატონ დემურ გიორხელიძე ცოტნეს მეესალმება და ჩვენ უკვე მე უკვე დავიწყებ უკვე ჩვენი ეთერის და ასევე რა თქმა უნდა დავაანონსებ თავარ საკითხს რაზეც ვისაუბრებთ. კი ბატონო მეც მოგესალმებით მე რა თენგო მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ერთ რაღაც რასაც სანამ თემას იხვის მე რა ვიტყვი ის არის ის რომ ერთი რამ ცხადია იმ ყველაფრის შემდეგ ზოგადად ისეთი დატვირთული კვირა იყო ამ მიმართულებით და ერთი რამ ძალიან ცხადია რასაც ვინც არ უნდა ფიქრობდეს როგორც არ უნდა ფიქრობდეს კონკრეტულ საკითხს შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს და ეს ნორმალურია ეს არ არის რაღაცა არანორმალური მოვლენა ერთი რამ ფაქტია რომ თემა რომელსაც დღეს შევეხებით არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს არის ფაქტი და შეიძლება ითქვას ბოლო დროის სანერვიულოც და რაღაცა დიდი ნაწილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის გაერთიანა სხვათა შორის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ეგეც უნდა ვთქვა ეს არის თემა რომელიც ყველასთვის საერთო აღმოჩნდა კი ბატონო თუმცა კიდევ ერთხელ შევახსოვოთ ჩვენს მაყურებელს გუშინ წინ თენგოს ჩვენს გადაცემაში ყავდა სტუმრად ბატონი დემურ გიორხელიძე ბატონი დემურ გიორხელიძე ნუ ყოველთვის ცნობილი ანალიტიკოსი სხვა შორის ეკონომისტი პროფესორი ასევე ლექტორი და ბატონი დემური ნუ ყოველთვის გამოირჩევა თავისი რაციონალური შეფასებებით ბუნებრივია ასევე რა თქმა უნდა მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისვერ თუმცა იგივე თუნდაც ბატონ ბიძინევანიშვილთან მას პირადი ნაცნობობის ასევე წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით სხვა შორის აქვე მინდა ისე ვთქვა ძალიან მოკლედ რომ ბატონ დემურ გიორხელიძე იყო სააკაშვილის პერიოდის დროს ჯერ იყო თუ არ ვსწრები დეპუტატი მე რა იყო მაღალთანადოებაზე და მიხეილ სააკაშვილისთვის და მასაც პირადად რატომაც მოვიდა თავიდან პირველი კონფლიქტი როცა ბატონ დემურმა ისე ამბობს ხასო ჩემთან ეთერში თქვა რომ როგორც კი მივხვდი რომ ეს კაცი ცოტა სხვა გზით წავიდა და გადაუხვია მთავარ პრინციპებს და ასე შემდეგ მან მას თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში ის დემურ გიორხელიძეს უსმენდა კიდეს თუმცა ნუ ასევე განმეორდა შემდეგ იცით ბატონო ბიძინევანიშვილი თორსა მოვიდა ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა ეს მისი პირადი დამსახურება დიდი როცა მან გადაწყვიტა თქვათ დანარჩენ საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად რომელსაც შეუერთით ჩვენ ამ კაცს და მის ამ იდეას და არავინ ამას არ უკარგავს მართლა დიდი ბრძოლას როდესაც მან გამოუცხადა და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად თელ საზოგადოებასთან ერთად დაუმარცხეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მაშინაც პირველივე დღეებში ბატონ დემურ გიორხელიძე იყო და ფაქტიურად ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკურ საკითხებზე როცა იყო მსჯელობა და მას ყავდა ირგვლივ ასე ვთქვათ კონსულტანტები ნუ ერთ-ერთი იყო ბატონ დემურ გიორხელიძე იქაც შემდეგ ძალიან ისე მშვიდად ადამიანურად რაზე ლაპარაკი კორექტულად ნუ მოხდა ისე რომ ბატონ დემური ნუ სამწუხაროდ მე ვიტყვი
თქვი ალბათ ვერ მოხდა და აღარ არის იმ გუნდში. რატო ვაკეთებ ამ მოკლე მონაკვეთს? მოკლედ, ბატონი დემურ გიორხელიძის საკითხი და თენგოს საკითხი იყო, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი დღეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არაბული ინვესტირება საქართველოში, არაბული ინვესტიცია საქართველოში 6 მილიარდი $, რომელსაც ჯერჯერობით რაც ვიცით, სიტყვით არაბული ძალიან სერიოზული კომპანია შეიძლება ითქვას, გააკეთებს ინვესტირებას საქართველოს ნამდვილად ქართული საქართველოს ტერიტორიებში, როგორ ვთქვა, ნამდვილად საქართველოს მიწაზე, საქართველოს მოქალაქეების განუცდელად ერისა, სქესისა, არ ვიცი, სოფხედელობისა, რელიგიისა, ჩვენ კუთვნილ მიწაზე ისინი იწყებენ დიდ ინვესტიციას და ამის ნომერ პირველი, მოკლედ, გარანტორიც, რა ქვია, ჩვენზე მთქმელიც და ანუ პასუხისმგებელი პირიც ხდება სახელმწიფო. ბუნებრივია, ხალხში არის ბევრი მithქმა-მოთქმა, არის ლოგიკური და ბუნებრივი შიშები, მაგრამ დემურ გიორხელიძეს, ბატონ დემურ გიორხელიძეს აქვს თავის მოსაზრებები და რამოდენიმე, ანუ მთელი გადაცემა ეძღვნებოდა ამას, თუმცა ჩვენ, როდესაც ბატონ დემურ გიორხელიძემ დაამთავრა გადაცემა, ჩვენ ბუნებრივია ყველამ კარგად იცის, ვინც სოციალურ აქტიურობს, TikTok-ი იქნება ეს, Facebook-ი იქნება ეს, YouTube-ი იქნება ეს, ყველამ კარგად იცის, რომ იდება მოჭრილი ვიდეოები მაგალითად ამა თუ იმ საკითხზე, კონკრეტულ ერთ-უშუალო საკითხზე სხვადასხვა, პრიზმიდან დანახული. ანუ საფრთხე, როგორ დაინახა ბატონ დემურ გიორხელიძემ საფრთხე, რაშია საფრთხე, რაშია რაციონალური ანალიზი ბუნებრივია, რაში არაა საფრთხე და რაზე სულტყვილა შეიძლება ვინერულო და ეს საერთოდ არ იყოს საფრთხე, რასაც მეც ბევრი რამ მithქვამს და თენგოსაც ბევრი უთქვამს თავის გადაცემებში და ცოტნესაც, მაგრამ ერთ-ერთი ამონარიდი, რომელიც ჩვენ დავდეთ ჩვენ სოციალურ ქსელში, რომელსაც ნახავს ახლა საზოგადოება, ბუნებრივია მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო გამოხმაურებას ვერ ვიტყვი ჩვენ პრაქტიკაში. არ მინდა რაღაც თავს ვიქებდეთ სრულიად რაღაცა მართლაშიშველი ხელებით ვქვნით სოლიდარობის სტუდიაში ამ პროდუქტს ასაც ვაკეთებთ, მაგრამ მოსული ადამიანის სტუმრის ნათქვამი ვიდეო ერთ კონკრეტულ ერთ ხედვაზე და საფრთხესთან დაკავშირებით მოვჭერით, ბუნებრივია შეიფუთა როგორც კეთდება ტექნიკურად იქნება ასე შემდეგ, სრულიად ლეგალურად დავდეთ სოციალურ ქსელში და მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. გამოხმაურება მოყვა არა მხოლოდ დადებით კონტექსტში, ასევე მოყვა სამწუხარო ლამის ერთმანეთი დახოცეს მართლა არ მინდა ესე თქვა ქართულმა ადამიანმა საქართველოს მოქალაქემა ლამის ერთმანეთი დახოცეს ხშირ შემთხვევაში ძალიან არ ვიცი მე კრიტიკა არ ქვია ამას. ვიღაცა მართლა აკრიტიკებდა, ვიღაცა, მაგრამ ეს იყო ძალიან ასე ვთქვათ, მიუღებელი ფორმებითაც იყო, თუმცა მეტი წილი ბატონ დემურ გიორხელიძის ამ მონაკვეთს, რომელსაც ჰქონდა თენგოსთან, რომელსაც იყო თენგოსთან სტუმრად, ჩვენ სტუდიაში მოყვა საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო საზოგადოებისგან, მაგრამ არა მხოლოდ საზოგადოებისგან, არამედ როგორც მაპატიეთ ჩემო ხელისუფლების წარმომადგენლებო, შეიძლება თქვენ ესე არ ჩანხართ პირადად, თუმცა რამოდენიმე თქვენი ანალიტიკოსი იქნება ეს თუ რაღაცა პროპაგანდისტი, არ მინდა სიტყვა თქვა, ხარდამჭერიც, მაგრამ უმეტესწილად თქვენს მიერ შესეული იქნება ეს, არ ვიცი მე, რაღაცა სამსახურები იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ასევე მოყვა რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიები და ასე შემდეგ. თუმცა მე მინდა ნახოთ ეს ვიდეო და შემდეგ გავაკეთოთ ჩვენი კომენტარი და ისევ თავს ვალდებულად თვლით, ისევ მიუძღვნათ ეს თემაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და არა ის ახლა ჩვენ ვიდეო რამდენი ნახვა გქონდა და არამედ თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ვიდეო იმიტომ მინდა რომ ისევ ნახოთ, რომ ჩვენ დეტალურად მინდა ის ასპექტები გამოვიტანოთ, რაზეც არ უნდა ვიდაოთ და რაზეც პირიქით გვინდა გავაკეთოთ აქცენტი, ხაზი გაუსვათ იმას, რაზეც შეიძლება ჯანსაღი დისკუსია გქონდეს ერს, ბერს, ხელისუფლებას, რომ შედეგს მივაღწიოთ და შედეგი იყოს, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. მოდით ვნახოთ ვიდეო, რომელმა ვიდეომ გამოიწვია თითქმის 9 მილიონი ნახვა სოციალურ ქსელში. გუშინდელმა დადებულმა. ნახოთ თუ შეიძლება ეს ვიდეო, გავუშვათ ბატონ დემურ გიორხელიძეს ერთ-ერთი ამონარიდი გუშინ წინდელი ჩვენი გადაცემიდან. არა ვარ ემოციებით მოსაუბრებ. მე ქართველებს, ქართველებს მევმართავ. ეს პროექტი გაკეთდება და ქართველების ისტორია ამ ქვეყანაში დასრულდება. შენი სამუშაო ადგილები არ გექნებათ. ქართველებისთვის და სამუშაო ადგილები არ იქნება. იმ არაბულ ქალაქებში, რომელიც თუ აშენდა
თქვენ იქ სამუშაოს ვერ ნახავთ გარდა იმ მეორე ხარისხოვანი სამუშაოებისა, ხო? კი ბატონო, ხო ბორდელში იმუშავეთ, თუგნება რესტორანში და სასტუმროში და ამნაირი ნაგავი გაიტანეთ და გამოიტანეთ. 2050 წელი გვითხრა გაერომ, რომ ხართ მომაკვდავი არის. გადმოწიეს 2032 წლის. დემოგრაფიულად ქართველებს ჩაანაცვლებს სხვა ეთნოსის ხალხი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში 7 წლის მერე ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან. ამიტომ მე ქართველებს მივმართავ. თავში ქვაუხლია ყველა გადაგვარებულს, ყველა საწოდავს, რომელსაც თავისი ბელადი მიაჩნიათ. ეს ქვეყანა ქართველებისთვის სრულდება. მოკლედ, ეს არის ვიდეო, რომელზეც საუბრობდით, რომელიც გუშინ წინ, როდესაც ბატონი მდემურ გიორგიელიძე ბრძანდებოდა ჩვენთან ეთერში სტუმრად თენგო ომანიძესთან, ამონარედი არის, მხოლოდ ერთი კუთხე, ერთი საფრთხე, ერთი რაღაც თავისი პრიზმით, როდესაც ბატონი მდემურ გიორგიელიძემ გააკეთა ეს განცხადება და რა თქმა უნდა, კომენტარი და შესაბამისად გითხარით კიდევ ერთხელ 9 მილიონი ნახვა სოციალურ ქსელში გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ეს გადიოდა ეს გადაცემა თავისუფალ არხზეც ეთერში, რომელსაც დღესაც ვაუწყებლობთ და ბუნებრივად ტელემაყურებელმაც ეს ნახა. რა მინდა, რა განმარტება მინდა ახლა გავაკეთო. ჩვენ და რა მინდა ვთქვა, როგორ მინდა რაღაცნაირად ახლა ჩვენ კომენტარებს ასე ყველას პასუხს ვერ გავცეთ, მაგრამ აი თუნდაც რატო მინდა იმ დაპირისპირება რაც შეიძლება მოყვა კომენტარებს არ ვიცი რამის ხელისუფლების ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების მიერ ბევრმა მოიწონა რა თქმა უნდა და უმეტესწილად დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში ბატონ მდემურ გიორგიელიძეს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ სტუდიის ჩვენ თანამშრომლებს 4 კაცი ვმუშაობთ აქ 5 კაცი და შესაბამისად რა თქმა უნდა თენგოს რომ იცი რა არის აი ჩვენთვის მთავარი ცოტა სხვა რამეა და რა განცხადება რა მინდა ვთქვა და რატომ მინდა მოგმართოთ ეხლა თქვენ დანარჩენ ყველა იმ ადამიანს ვინც თქვათ ეხლაც ნახეთ ვისაც ნანახი ქონდათ და გარკვეულწილად გადაწყვიტეთ რომ აი ჩვენ თურმე რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ თურმე ვიბძვით რაღაც წინააღმდეგ ერთი ჯგუფმა მოგვიწონა მეორე ჯგუფმა თქვენ ასეთებ მე ძალიან მარტივად მინდა ვთქვა ძალიან მარტივად და გასაგებიანით ვამბობ ჩვენ არ ვართ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არ წარმოვადგენთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ჩვენ ვართ საინფორმაციო სააგენტო, შეიძლება ითქვას პლატფორმა სოლიდარობის სტუდია და ვცდილობთ ყოველგვარი შემოსავლების, აი მართლაც შემოსავლების გარეშე, კომერციული მიზნების გარეშე შევქმნათ საინტერესო გადაცემები, მოვიწვიოთ საინტერესო, კომპეტენტური საზოგადოებისთვის ავტორიტეტი, საზოგადოებისთვის, არ ვიცი, მისაღები სტუმრები ჩვენს ეთერში ნებისმიერი ფენის წარმომადგენლები. იქნებიან ესენი პოლიტიკოსები თუ არ იქნებიან, თქვა პოლიტიკოსები, მაგრამ იქნებიან თქვა სხვა საზოგადოებრივი ფენის ან ჯგუფების წარმომადგენლები. ჩვენ პირადად მე მერაბ ჭიქაშვილი, თენგო ომანიძე, ცოტნე მარღია, მარიამ ზარღუაშვილი, რომელიც ახლა საეთერო სიქით ზის და გვიყურებს და ჩვენ ერთად გქონით ამ პროდუქტს. ჩვენი მეგობარი ტექნიკური რეჟისორი, რომელიც ბრძანდება ახლა პულთან, რომელსაც პირდაპირ ეთერი მიყავს. სხვა დანარჩენი ადამიანები, სულ 5 კაცი ვარ ჩვენ აქ ვინც ვკრით ამას. ჩვენთან იქნება ბატონი ვალერი კვარაცხელი ეს გადაცემა გადის ჩვენთან. და დანარჩენი სხვა ადამიანები ვინც აქ მოდიან ვცდილობთ რომ შევქონათ და მივცეთ საშუალება იმ მოსახლეობას თაში თუ ბარში იმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რომლებიც ცხოვრობენ კარგ, ცუდ თუ არ ვიცი ყველაზე უმძიმეს პირობებში მივცეთ საშუალება რომ მით უმეტეს ისეთ საკითხზე როგორი საკითხიც დღეს არის ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია საფრთხე იქნება ეს მოლოდინები იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური მივცეთ საშუალება ყველას ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან ერთად და პირიქით ხელი შეუწყოთ პროცესებს რომ ქვეყანას არ დაემუქროს და საზოგადოებას სხვა რიგით კიდე ესეთი პრობლემები რომელზეც შეიძლება ითქვას ჩვენ ყურადღება არ მევაქციოთ და შემდეგ აღმოჩნდეთ უმძიმეს სიტუაციაში
ჩვენი ამოცანა, ჩემი ამოცანა პირადად არის შიშველი ხელებით, იმ საშუალებით, რომელიც ეხლა გვაქვს და სწორედ ამიტომ გავედით და მივედით, დავდეთ თქვათ რაღაცა მეგობრული ხელშეკრულება თავისუფალი არხის ეთერის მესწორებთან, რომ სწორედ მათაც სწორედ ეს პრინციპი აქვს და ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც ექნება მაუწყებლობის საშუალება, რომ ან დაუთმოს, ან გააზიაროს, ან გაამეოროს ჩვენი გადაცემა, სწორედ მათი ამოცანას და მიზანიც ის არის, რომ სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, სრულიად შეიძლება ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები გამოჩნდნენ პირდაპირ ეთერში, დისკუსია ქონდეს რაციონალური და შედეგზე ორიენტირებულები იყოს. ჩვენთან, ჩვენს გადაცემებში მონაწილეობას არ იღებენ მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები. მაგალითად, ბატონი დემურ გიოხელაძეს ვიდეო გაჩვენეთ ჩვენ ახლა და მისი ამონარიდი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვინდა ასევე გაჩვენებ და ვიტყვი ასევე რომ ჩვენთან მაგალითისთვის მოდიან როგორც მაგალითად ექსპერტები, პოლიტიკოსები, ოპოზიციის წარმომადგენლები, მეცნიერები, პედაგოგები, არ ვიცი, რიგითი ჩვეულებრივი, როგორ ვთქვა ეს, არ მინდა აი მუშები, როგორ ვთქვა, აი მართლა აი რაღაცა გლეხურად რო ვთქვა, ხო აი თუნდაც აი დაბალი თუ მაღალი ფენის წარმომადგენლები. მოდიან და ჩვენი პასუხისგებლობა გვაქვს რომ შევქონათ ეს კონტენტი. რაც შეეხება სოციალურ ქსელში თუ ამდენი ნახვა როგორ შეძლეს და იქ კომენტარებია რომ ნახეთ ამათმა მუსიკა დაადეს და ხალხზე მუშაობენ ნახეთ ესენი როგორ თან ზოგი გვეძახის ოი თქვენ რა იცით საერთოდ და ოროსნები ვარ და ასე შემდეგ დიდი მადლობა ჩვენ რომ ოროსნები ვიყოთ ამ საკითხში ჩვენ რომ არ გვესმოდეს ეგრეთ წოდებული PR ტექნოლოგია ანუ როგორ ვთქვა საზოგადოებრივი აი манипуლირების საშუალებებს კი არ ვიცი არამედ თქვიანურად გემოვნებიანად რომ არ ვიცოდეთ, ნუ მაშინ შესაბამისად თქვენც არ მოგიწევდათ ამ კომენტარის დადება. ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ უბრალოდ ტექნიკურად, სწორად, ყოველგვარი რაღაცა ზედმეტი რაღაცა სიბნელეების და ცუდი ფიქრების გარეშე შევფუთეთ და მივაწოდეთ საზოგადოებას როგორც საჭირო იყო. ამიტომ ჩვენთან მარტო დემურ გიოხელაძე კი არ მოვიდა ამ საკითხში ან კი არ ყოფილა ან და თქვა სხვა ნებისმიერი სტუმარი რომელსაც შეიძლება ითქვას რომ აი ჩვენ გამოგვიყვანეთ ეხლა თურმე მოწინააღმდეგე ბატონი ბიზნავენიშვილი და ასე შემდეგ საერთოდ ჩვენ ამ დისკუსიაში არ შემოვიდოდით რომ არა უბრალოდ მაგალითი მინდა ისე ვანახოთ ჩვენ სხვა დანარჩენ მაყურებელს ნემას აი ეხლა ჩვენ გავუშვათ მაგალითად ჩვენთან ზუსტად რამოდენიმე დღით ადრე ვიდრე ბატონი დემურ გიოხელაძე იქნებოდა ისტორიკოსი ძალიან კარგი კაცი აი მართლა საამაყო ადამიანი ბატონი ედიშერ გვენეტაძე ყავდა სტუმრად ეხა განახებთ მის ვიდეოს და მის ვიდეოს რა კომენტარები მოყვა რომელიც ასევე იყო რა თქმა უნდა მაღალი ინტერესის ქვეშ საზოგადოების მხრიდან და რა თქმა უნდა ბატონმა ედიშერმა რაზე გააკრიტიკეს ეს კაცი და მაპატიე და რაზე აიგდეს ესე თქვა და რაზე რადგან ბატონ ბიზნავენიშვილზე ის თქვა რასაც ის ფიქრობს და არც არავის არ გამიკვირდება რომ შეიძლება ვიღაცა მართლა ეთანხმება ჩვენი მხრიდანაც სულ 5 კაცი ჩამოგითვალეთ 4 კაცი 5 თუ არა და შეიძლება სულ ერთი ეთანხმებოდეს ასევე რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელი. აი ნახოთ ახლა ეს ვიდეო ბატონ ედიშერ გვენეტაძეს რის გამო დაიწყეს ამ ადამიანის გაკრიტიკება და საერთოდ ისევ ერთმანეთში დაპირისპირების კვალი გამოიკვეთა აქაც. სახანებაში არის ასეთი რამ დაწერილი. არ არის კაცი რომელმაც არას ცოდოს. ბიძინა ივანიშვილი უცოდველი კაცი ვერ იქნება ბატონებო იმიტომ რომ მომქმედი კაცია მაგრამ მოქმედი კაცია და საქმეს აკეთებს მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ისეთი სიტუაცია ქვეყანაში შექმნილი ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რო გააკეთოს განცხადება ბოლოს და ბოლოს ადამიანია ეს და თქვა მერთმა დარწმუნებული ვარ ამას ის არასდროს არ გააკეთებს ქართველი ერის სიყვარულიდან გამომდინარე მაგრამ რო თქვა მივდივარ რა მოხდება აქ თუ გახსოვთ ფილმია ერთი ქორწილი მალინოვკაში აპიატ ვლასტ მენიაიუციაო რომ ლაპარაკობ წინიდან თეთრია ქუდზე და უკლიდან წითელი და ატრიალებს იქ ანალოგიური სიტუაცია იქნება აქ ხო წარმოგიდგენიათ რა ები შეიქნება მოკლედ აი ეს უკვე ბატონი ედიშერ გვენეტაძეა ისტორიკოსი ძალიან კარგი ადამიანი პასუხისმგებელიანი პიროვნება როგორც წინამორბედზე ბატონ დემურ გიორხელაძეზე გითხარით და ასევე ჩვენ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის რომ მართლაც პასუხისმგებელიან ადამიანებთან გქონდეს იყვნენ ჩვენთან სტუმრად გქონდეს ჩვენ ურთიერთობა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცა გვესმის მათგან და ვისმენთ კიდეც
ჩვენ უბრალოდ გვქვნით დღეს რა პირობებიც არის იმ პირობებში მედია კამპანიას. ანუ ჩვენ ინფორმაციას ვცდილობთ მივაწოდოთ უკვე იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება წდომა არ აქვს საერთოდ რომელიმე Facebook გვერდთან ან YouTube გვერდთან ან ასე შემდეგ. რატო ვაჩვენეთ ახლა ბატონი ედიშერ გვენეტაძეს? ამ შემთხვევაში ბატონი ედიშერ გვენეტაძეს აი ეს გამოსვლა. ეს ამონარიდი სრული გადაცემა ყველა დევ ჩვენ გვერდზე. მე მინდა ჩვენს მაყურებელს ყველა ნახოს შეხედონ და ნახოთ. ბატონი ედიშერ გვენეტაძე ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ბატონი დემურ გეორხელიძისგან განსხვავებით იმ საკითხზე, რასაც თქვათ არაბიზაცია თუ არაბული ნაციონალიზმი შეიძლება სხვა აზერზეა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენზე დაიწყოთ საუბარი, რომ აი ჩვენ მხოლოდ ერთი მხარე მოვყავს. ან და ჩვენ რაღაცას პროვოცირებთ, რომ ვაგიჟებთ ხალხს. აგერ განახეთ მაგალითი, ბატონი ედიშერ გვენეტაძე საერთოდ ბიზნესებში იმას ამბობს, რაზეც კიდევ ერთხელ შეიძლება 99% მე ვეთანხმებოდი მას და საერთოდ უმადურობა რომ ჩვენი პრობლემაა ყველასი და მე ეს კიდევ ვადრე მithქვავს ბიძინა ივანიშვილიძეც პირში 2012 წელს 11 წელს პირიქით 11 წელს სხვა შორის დიდი ხნით ადრე ვიცნობდი მე ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2004 და 5 წლებში როცა მე მე-9 არხზე თუ გახსოვთ მაშინ ბევრ კოცებს ეხა და ოცნებას საერთოდ არც ახსოვს ეს პერიოდი ალბათ მაშინ ვიყენ როცა მე ცხონებულ კოტეთო ორდავასთან ერთად ჩემი პროფესიით მუშაობდით გახმაურების კუთხით მაშინდელ მე-9 არხზე ეს იყო 2004 თუ 5 წლები დაიხურა შემდეგ ის არხი ქალბატონ ნინო ნატროშულმა მიგვიყვანა ჩვენ ძალიან საინტერესო ძალიან მართლა გამოჩენილმა მართლა საზოგადოებისთვის ცნობილმა არა იმ კუთხით ძალიან მაგრამ ფილოლოგმა ქალბატონმა მიგვიყვანა ჩვენ მუშაობდით ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლდი მაგრამ 2011 წელსაც მაქვს ნათქვამი ეს ბიზნეს ევენშულზე რომ უმადურობა არ შეიძლება და მის დამსახურება. ამ შემთხვევაში უკვე ბატონ ედიშერს გადაუარეთ და ჩვენც მიგვაყოლეთ რომ აი ბიზნესისტებო და ხო ბატონი თენგო აგერ მიაყოლეს და ასე შემდეგ და რა არ თქვეს და ნუ რა მოხდა. ეხლა უბრალოდ მე მინდა რომ დავამთავროთ ეს ვიდეოების კასკადი ისევ იმ მაყურებელს, ისევ იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ორ დღეც არ გასულა ერთმა ვიდეომ და მეორე ვიდეომ საერთო ჯამში მილიონ ნახვამდე მივიდა. და შემდეგ მაინც აქცენტი იყო გადმოსული ჩვენზე და ვითომ რაღაც ჩვენ გვინდა პრობლემა მოგვარდეს. თუ როგორ მოგვარდეს, რაც ხედავთ, ამას ვიტყვით უკვე იმის შემდეგ, რაც ეხლა ერთი ვიდეო მინდა გავუშვა, იგივე დემურ გიორხელიძე, ბატონი დემურ გიორხელიძე, რომელიც წინა ვიდეოს გამო, რომელიც განახეთ, ლამის მიწასთან გაასწორეს და რა არ ეძახეს და აი მტერია თურმე ხელისუფლების და ყველაფრის და აი და ასე და ხალხზე ჩვენ ანგაჟირებს და ჩვენ აქედან ხელს უწყობთ მუსიკა შევქმნით და ასე შემდეგ და დავადე და ემოციებზე მუშაობთ რა რჩევას რა თხოვნა აქვს მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი და ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვისაც ნაცნობი და საპატივსაცემო დარწმუნებული ვარ ვიცი რა ცოტა მაინც ბიძინა ივანიშვილის ბატონი ბიძინას ხასიათი რომ ბევრ ადამიანს ის და ძალიან არ ვიცი როგორ ეთიკურ ზრდილობიან ფორმებში და პატივსცემს ბევრი რიგი დამსახურებების გამო აი ვნახოთ რას ამბობს ბატონი დემურ გიორხელიძეს რა თხოვნა აქვს იმავე გადაცემაში რა თხოვნა აქვს როგორ მიმართავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ თხოვ მე ერთი კაცი ვარ ძალიან კარგად იცით ჩემს უკან არავინ არ არის ეხლა რამდენიმე კაცთან ერთად ქართველთა გაერთიანებას ვუყრით ეს რა არის არაპარტიული აბა რა გაგაკიდინოთ ქვეყანა ვერ გავიგე დაიკავე შეკაიკაცო პირველი კი არა უმაღლესი პირველი დაირქვი ოღონდ კონსტიტუციაში შემოდი კონსტიტუციური კანონებით მარტე სახლიდან მარტავ ბანდა ეს თუ რა გასაგებია ეს მთავრობა ეს პარლამენტი და ეს სასამართლო მართლა ბოდიში ამ სიტყვაზე და იმ კრიმინალურ შესტიორკები არიან გასაგებია გავიგე მაგრამ ეს სახელმწიფო თქვენი ხო არ არის ბოლოს და ბოლოს კაცო ამხელა პასუხისმგებლობას რატო იღებ ნუ თუ არ გეშინია რომ ღმერთი ამისთვის დაგჯეს რომ რას კიდევ სახელმწიფოა იყავი პირველი კაცი უმაღლესი კაცი იყავი მარტ ეს ქვეყანა კანონის ფარგლებში რაღაც გამოგივა რაღაც არ გამოგივა 100 წელი ხო ვერ იცოცხლებ დიდხანს იყავი მაგრამ ვერ იქნები და ვერ წაიღებ ვერაფერს იგით სანაძლეოს დაგიდებ თუ გნება ბატონები ერთ თეთრს ვერ წაიღებ იმ ქვეყანაში თუ ჩაგაყოლებენ რა იმის თუ რომ ვერაფერს ვერ წაიღებ ამიტომ რას ტოვებ შენ ადგილს ეს მარაზმიდან გამოვა ქართველები აუცილებლად გამოვა თუ არა დაკარგავენ ამ ქვეყანას
კი მაგრამ თქვენი სახელი არ გინდა რომ იყოს ნათლად, კარგად, თქვენ გონიათ თქვენ რო დღეს ფულს უხდით, ისინი იქნებიან თქვენი დამფასებლები, არ იქნებიან ისინი დამფასებლები. დამფასებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ხალხი. მოკლედ მე მინდა ამ ვიდეოებით უკვე შემოვიფარგლო და დღეს მართლა დავიწყოთ უკვე საუბარი, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, რაში ვხედავ ჩვენ გამოსავალს და უბრალოდ მინდა ვიმართოთ თხოვო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა მე ვარ მაინც, რაც არ უნდა იყოს, მე ვარ პასუხისმგებელი პირი, სოლიდარობის სტუდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩვენ ყველანი ვართ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ სრულიად უანგაროთ, ყოველგვარი კომერციული, არ ვიცი, ფინანსური ინტერესების და მიზნებისგან გარეშე მუშაობ და ვქმნით იმ პროდუქტს, რის საშუალებაც გვაქვს. სწორედ ამიტომ სრულიად უანგაროთ, კიდევ ერთხელ მადლობს თავისუფალ არხს. შემოგვიერთა ამ კუთხით, ასევე სამეფო არხია, რომელიც დღეს შედგადაცემა ჩვენს უშუალოდ პირდაპირ ეთერში და უბრალოდ რადგან მაინც მე ვარ პასუხისმგებელი პირი, შეიძლება ითქვას, ხელმძღვანელი. ყველა იმ ჩემ თანამშრომელი იქნება ეს თუ მეგობრები იქნება, ჩვენ ვართ არა 100%-ით ერთი ხედვის ადამიანები, მაგრამ რიგი საკითხები, რაც ღირებულებებზეა დაფუძნებული, ერთნაირად ხედავ ჩვენ და ერთნაირად პასუხისმგებლად უყურებთ. უბრალოდ იგივე ის კომენტარები რომ აი თურმე ჩვენ და ვიღა საწყლები ვარ, ჯერ გუშინ საწყლები ვიყავთ, გუშინ წინ საწყლები ვიყავით, დღეს უცებ გავხდით ხან ვინდა ხან ღარიბაშვილი გვაფინანსებს ირაკლი, ხან ბატონი ბიზინა პირადადაც გვაფინანსებს და პირიქით ეს ხალხია, ხან პირიქით სუსი რაზე ალაპარაკი და იმაზე საერთოდ არ ლაპარაკობ, ნუ პუტინი, კრემლი და კიდე რაღაც ორგანიზაციებია, არ ვიცი, სხვათა შორის მართლა არ ვიცი. თუმცა, ვის თქმა მინდა, კიდე ერთხელ რომ დავასრულოთ ეს საკითხი. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს და იმ ურიცხ მსმენელს და მაყურებელს, ვინც გვიყურებს. 3 იქნება ეს ერთეული, 10 ერთეული იქნება თუ, რა ქვია, 1 ასეული იქნება თუ ასე შემდეგ თუ 1000-ობით ადამიანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაციონალური, მართლაც ფაქტებზე, არგუმენტებზე, გულწრფელი, კომპეტენტური ანალიზი მივაწოდოთ. ეხლა აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეხლა რაც შეეხება უკვე რომ დავიწყოთ, აი რა შეიძლება ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი და პრობლემა იყოს თენგო და მინდა შენგან დავიწყო და მე მაინც ვიტყვეთ რაღაცას. ჩვენ აი ამაში მე პირადად ამაში ვხედავ და ესეთ აქტიურობაში ხო? აი გუშინ დადებულ ვიდეოში ბატონ დემურ გიურხელიძის თქვათ იმ ანალიზში, რომელიც დაიდო და იმ მოკლე მონაკვეთში, რომელსაც ამდენი ნახვა აქვს და ესეთი აჟიოტაჟია და ამდენი მომხრეც ყავს, ამდენი კრიტიკოსი ყავს და მით უმეტეს ამ ყველაფრის იქ მაინც თავარ არიან, მაინც პოლიტიკური პარტიები იქნებიან ესეთი უმისოვანი. მე მაინც ხედავ პრობლემას, რომ მე მინდა დავინახო აქ პირიქით კარგი და ჩემი მხრიდან რჩევა გაუკეთო, მივცეთ თუ რა პრობლემაა, აი პირველი რა პრობლემასაც მე ვხედავ, რომ ეს საკითხი არ გადაწყდება და არ გადაიჭირება ისე როგორც მართლა საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ, ნომერ პირველი პრობლემა არის ისევ იმ კოორდინაციაში, რომელშიც აი ჩვენ კომენტარებში გაფანტულად ის ხდება ხოლმე. მარტივია ძალიან. მე მგონია თენგო, რომ თუ იმ ძალებს რომლებიც განსაკუთრებით წინააღმდეგი არიან ამ არაბული ინვესტიციის. თავისი ყველა არგუმენტი და ლოგიკით. მნიშვნელობა არ აქვს, თან განსაკუთრებით პრობლემამ, რომელმაც გააერთიანა, ფაქტიურად გააერთიანა ლიბერალიც, ნაციონალიც, არ ვიცი მე, ბიზნესმენიც, არ ვიცი, ლელოა თუ რაღაც, არ ვიცი, კონსერვატორიც, ყველა გააერთიანა. არ ვიცი, ვიღაცისთვის ვიღაცა ერთი კაცი რადიკალია, შეიძლება საერთოდ არა, აქ რადიკალიზმი ზუსტად არაფერ შუაშია. მაგრამ ნომერ პირველ პრობლემას ხედავ და მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ კაკრას პირველი პრობლემა არის კოორდინაცია. არასწორი კოორდინაცია. იმის მაგერად რომ ჩვენ ამას გვიწერდეთ და ასეთ ამბავში იყოთ. პირიქით მოვიდა ბატონი დემურ გიურხელიძე, თქვა რაღაც, თუ რამე სასიკეთოა და საერთო აზრია. პირველ რიგში თქვენ უნდა გაერთიანდეთ. პირიქით ჩვენ უნდა მოვახდინოთ. იქნებ შეეცადო სოლიდარობის სტუდიაც იყოს ის, რომ პირიქით ამ შემთხვევაში ერთი ხედვა ვისაც აქვს, კოორდინირება მოხდეს, რაღაცა იცი რა, რაღაცა პაუზა მოხდეს იმ რაღაც თავიანთ ერთმანეთსა დაპირისპირებაში და მოხდეს ისეთი რამე, რომ საზოგადოებისთვის ერთ დღეს და მეორე დღეს და გაბრეულად კი არ იყოს აქცია. სწორია. მე რასაც დავაკვირდი ამ კომენტარები და მილიონი კაცმა ვინც ნახა, მილიონი კაციდან დარწმუნებული ვარ, ეთელი ეს ჯგუფები, რომ მოილაპარაკო და უბრალოდ რო თქვა, რომ მოდი რა, ყველაფერი გადავდოთ. თუ მართლა ეს ტკივა და ამაში პრობლემას ხედავთ. ერთი რიცხვი კი არ დავნიშნოთ, 7 იქნება, 30 იქნება და აი ერთი დღე დავნიშნოთ აქციისთვის
ყველაფერი გადავდოთ, მივიდეთ, დარწმუნებული ვარ. თუ აქ იმ პოლიტიკურ ჯგუფებში და ბევრი საპატივსაცემო ადამიანი ეგ და აქედან უდასტურებ პატივისცემას. შეიძლება ბევრს არც ვიცნობ. ბევრი საპატივსაცემოა. მით უმეტეს ხალხო, ტელევიზიები გაქვთ თქვენი. მე რას მერჩით, ჩვენ რას გვერჩით, რამ გაგაგიჟათ ხალხო. ერთი ინტერნეტში რაღაცა ჩვენთვის ჯახირობთ. ტელევიზია დაგვემატა ეხლა აგერ თავისუფალი არხი. ჩვენ პრობლემას ჩვენ როგორ გიქრით? ჩვენ როგორ გვიწერთ ამას პირიქით? ჩვენ არ აქვს პოლიტიკური ინტერესი. თქვენ ტელევიზიებიც გაქვთ. არ ვიცი მე, საშუალებებიც გაქვთ, ფინანსებიც გაქვთ, პარტიული კუთხით ხალხო, პარტიული კვალიფიციური სუბიექტები ხართ, დაფინანსება გაქვთ. მე რო ავიღო ეხლა ეს ჩიკა, გავყიდო და წამოვიდე აქციაში ჩავდო, დარწმუნებული ვარ, სუსი იქნება თუ, კუდი იქნება თუ, ბუსუსი იქნება, გამომეკიდება და მე უნდა დავიწყო ამის არგუმენტაცია. და თქვენ არ მოგიწევთ ამის გამო. კოორდინაცია არის ნომერ პირველი პრობლემა და პირიქით, ჩვენი პლატფორმა ხო ვერ იტანთ ერთმანეთს, რა ძალიან ცუდია. ხო ვერ იტანთ, მაგალითად, არსენალში გაქვთ ყველა იარაღი, რომ ამ პროტესტს გაუსწორდეთ და მართლა მოაწყოთ სერიოზული აქცია და ყველა გამოვიდეს, ჩვენც გვიხილოთ. მათ შორის 5 კაცი ხო ჩამოთვალე. დარწმუნებული ვარ 3 იხილავთ ამ მაშინ ერთს უბრალოდ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ იხილავ და მეორე აგერ ბაბუაა და შვილიშვილთან ერთად არის, შეიძლება შვილიშვილთან ერთად წამოვიდეს. მაგრამ კოორდინაცია არის ნომერ პირველი პრობლემა. მე რას გვერდში და ჩვენ რას ვითომ რაღაცა რას გვახახავებთ. თან მილიონი კაცმა ნახეთ. პირიქით, იქნება კოორდინაცია, პირიქით, აი ჩვენ გეუნებით, მოდი ჩვენ ეთერში. დემურ გიოხელიძეს და ედი შევხვენთაძეს ვიდეოები რატო განახეთ? ორი მართლა საპატივსაცემო ადამიანი, საზოგადოებრივი ძალიან სრული ადამიანი, ერთმანეთის მიმართ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მოსაზრებებას დაიწყეთ ერთმანეთთან კამათი და არ ვიცი რა არ თქვით. ჩამოყალიბეთ კოორდინაციის პრობლემა არის ნომერ პირველი, ამას თქვენ მიაღწევთ იმ ხელისუფლების პირობებში, აი რომელთანაც არ გონიათ რომ აი ეს გარდაუვალია და ეს პროცესი იქნება. მე ამას ხედავ თენგო. აი არგუმენტები რა არის ამის მხრიდან? არის იურიდიულ საკითხებზე შენ ძალიან კარგად იცი. აი რა შეიძლება რა არგუმენტი შეიძლება ამას დაუდგეს წირო? მე და სოლიდარობის სტუდიაში მოსულ ადამიანს არ დაუწყო დაზღვაგირება და თან მილიონი ნახვა აქვს და მართალი თქვა ხომ კაცმა სწორი თქვა იმიტომ რომ შენ თუ გინდა ეს ქვეყანა არ მოკუდეს ქართველისთვის არაქართველისთვის რას აკეთებ გეთანხმები მერაბ გეთანხმები სავსებით და პირველ რიგში აი იმ თემას მინდა გამოვეხმაურო რაც კომენტარებთან დაკავშირებით თქვი შენ აი ერთი კვირის წინ მაგალითად ბატონ ედიშერის ვიდეო გავუშვით ძალიან საპატივსაცემო ადამიანის ჩემთვის პირადად და ამ ადამიანს ნუ რაღაც საკითხზე შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს შემდეგ ბატონი დემური ყავდა რომელსაც ასევე საპატივსაცემო ადამიანი და მას განსხვავებული მიდგომა აქვს მაგრამ აი არის სეგმენტი საზოგადოების არის ნაწილი საზოგადოების რომლებიც ჩემი აზრით ცოტა არ იყოს არაადეკვატურად უყურებენ ხოლმე. აი პირველი რო ვთქვათ მუსიკა მაგალითად ეხა რაც თვალში მოხდა ეხა ამ ეთერზეც გვიკომენტარები რომ მუსიკა რატო ადევს თავარი რა არის ხალხო ამ ვიდეოში მუსიკა არის თავარი კაცო ადამიანი საუბრობს უწვავეს პრობლემაზე ადამიანი ლაპარაკობს რა შეიძლება დაემუქროს ამ ქვეყანას შინაარსზე არის ლაპარაკი და ეხა ამ ყველაფერში რომ მუსიკას ხედავ პრობლემას რომ მუსიკა ხმამაღალია თუ ხმადაბალი ჩემი აზრით ეს არაადეკვატურობა შინაარსთან დაკავშირებით უნდა კონცენტრირდეს მუსიკას რაც შეეხება ნუ გასაგებია რომ ეხლა სტანდარტ შეფუთვა ხდება ამ პროდუქტის ხო პირდაპირ ისე ხო არ გაუშვებ როგორც დაუშვათ აი ეხლა სტუდიაში როგორ ჩანს ხდება შეფუთვა რა თქმა უნდა უფრო ყურებადი რო იყოს უფრო ესთეტიური რო იყოს უფრო ეთიკური ნუ ტელევიზიას თავის პარტიტურა რა მათ შორის სოციალურსაც და ამ მიზნით და ეხლა აბსოლუტურად სხვა საკითხზეა ვიდეო, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემაზეა და მუსიკაზე რო გველაპარაკებით, ცოტა არ იყო ჩემი აზრით ეს არაადეკვატურია. არაადეკვატურია ისიც, როდესაც რაც შენ თქვი რომ ერთი სტუმარი თუ ყავს, ნუ თქვენ კიდე რა გიჭირთ, მე ვარ წამყვანი, მე ვიჭლიტები. მაგ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ამიტომ დაგვიშვეს სტუდენტი რაღაცას ამბობს შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელს და ამ დროს იწყება რომ ნახევარი მე მლანძღავს რომ ეხაცი რატო ყავს სტუმრად, მეორე ნახევარი დღეს კი მაქებს, მაგრამ ხვალგან მლანძღავს რომ ის რატო მოიყვანეთ. ანუ რესპონდენტი რას იტყვის, მე ვარ პასუხისმგებელი საზოგადოების რაღაც ნაწილის. ესეც ჩემი აზრით არაადეკვატურობაა, თუმცა სამწუხაროდ ამას მივეჩვიე. რა შეეხება აი ამ ეს კომენტარების ნაწილზე უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა და ერთი კიდე რაც ძალიან თვალში მომხვდა სხვათა შორის აი ბატონ დემურის ვიდეოსთან დაკავშირებით და რასაც ხაზი მინდა გავუსვა ბევრი ჩემთვის საპატივსაცემო, ასაკიდან გამომდინარე საპატივსაცემო ადამიანი წერდა კომენტარებს, ქალბატონები მათ შორის ბატონებიც, რა ტიპის კომენტარებს ის ხელისუფლების მომხრეებზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, არაფერი საწინააღმდეგო მათ პოლიტიკური შეხედულების მე არ მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აი
მომხდა თვალში რომ ეს კაცი რატო არ არის პროკურატურაში დაბარებული, რატო არ იჭერთ. ესეთი ტიპის კომენტარები და აქ რაზე მაგის საუბარი ხა გასაგებია რომ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამ განცხადების გამო ბატონ დემურს არ დაიჭერენ, მაგრამ ხელისუფლების მომხრეებში რო არის უკვე ეს სტანდარტი დამკვიდრებული, რომ კაცი ამბობს რაღაცას ჩვენთვის მიუღებელს და რატო არის გარეთ, რატო არ არის ეს კაცი დაჭერილი უკვე რა. აი ეს პრობლემა არის ჩემი აზრით და ეს პრობლემა არის ხელისუფლებისაც. მათ შორის რომ აი მისი ამომრჩეველი, მისი მხარდამჭერები არიან უკვე ამ სტანდარტს მიჩვეული და მათში მოთხოვნაა უკვე გაჩენილი რომ ვინმე მათთვის მიუღებელს თუ იძახის, აუცილებლად მას პროკურატურასთან რაღაც პრობლემები უნდა შეექმნას. თხოვდი როგორც აი ამ ხალხს ისე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც თუ კი მათ შეუძლიათ ამ საკითხებზე იკონიონ გავლენა, რომ ჩემი აზრით ძალიან ცუდად ჩანს ეს ყველაფერი და ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. თენგო შენ რაც ახსენე არ შემიძლია მაგას არ შევეხო. კიდე ერთხელ ვამბობ, ისე იგიდან გამომდინარე რომ მე ვარ მაინც პასუხისგებელი, ყველა ჩვენ გვერდზე დადებული იქნება თუ ეს. აი რაც ახლა თენგომ თქვა, ამ ყველაზე ამაზრზენი კიდე იცით რა არის? ხელისუფლების მომხრე ადამიანი თან ასაკეთებს. მაპატიეთ ეხა ჩოლობრივ მაყურებელი ვინც არის კარგად, თაგავს საქართველოს პროკურატურას. და რაღაცა იმეებს და მიუთითებს აი თან ესე იგი თაგავს ანუ გვერდს მონიშნავს რომ ვითომ ეხა მართლა ისეთი რაღაც მოხდა აქა და სასწაული რაღაცა და აი ხა რატო არ იჭერ დემურ გიორგიელიძეს ამაზე და ერთი რამე მინდა ასეთ ადამიანებს უთხრა ცხოვრებაში თუ გაგიქეთებიათ იგივე ან და თუ გითქვა თქვენივე ხელისუფლების წარმომადგენელზე რომ მაგალითიც ვამბობ სააკაშვილის ბიძამ ლივჩი რომ თელ საქართველოს აგინა დარიდა ცოცხალი პრეზიდენტთან ყოფილ პრეზიდენტთან ერთად რა ვიცი რაღაც ამ დაგვარზე რატო არ დათაგეთ ანის უნამუსო კაცი ალასანია თუ რა გვარია ეს არ ვიცი და რატო არ უთხარით ან დღემდე რატო არ ეუნებით თქვენ ეგრეთ წოდებულ იმ ადამიანებს ვინც ხელისუფლებაშია ეხლა და ვისაც ალბათ იცრომ და ყველას მინდა რომ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ყველა ნებისმიერმა ჩინოვნიკმა თუ მოხელე იქნება თუ პოლიციელი თუ გამოძიებელი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იზრუნოს თორე ეხლა რატო არ ეუნებით რომ რამდენია ხალხო ძი დასაჭერი დემურ გიორგიელიძეს თაგავთ დაიჭირეთო ეს კაცი პროკურატურაში იმის გამო რომ გულის ტკივილი თქვა საერთოდ სხვა აზრს ამბობს აზრს რადგან ამბობს ამაზე უკვე ეს მოთხოვნა ხდება და ჩემი აზრით სტუდია მოდი აი ახლა კომენტარებს და კოორდინაციის საკითხზე მინდა შენს მითხრა მე ესე ვხედავ რამდენად არის პრობლემა და რომ იყოს კოორდინაცია რა იქნება შენ აბსოლუტურად მაგაზე მინდა გადასვლა მეორე და მთავარი საკითხი რასაც მე ამ მიმართულებით ვხედავ და აი როცა ვსაუბრობ რა არის პრობლემა ჩემი აზრით არის ეს პრობლემა რომ კოორდინაციის ნაკლებობა არსებობს იმ ჯგუფებს შორის რომლებიც ამ თემის წინააღმდეგ იბრძვიან შენ სწორად აღნიშნე მერაბ რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პარტიული დღის წესრიგი და ესეც ხშირად არის ხოლმე გაუგებარი ზოგიერთი ჯგუფისთვის რომ აი რაღაც პირდაპირ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ნარატივში რატო არ ზიხარ და პარტიულ დღის წესრიგს რატო არ ატარებ ჩვენ არა გვაქვს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იდეოლოგიური თანხმობა გქონდეს კონკრეტულ საკითხზე თანხმობა გქონდეს ნუ არა ვართ ეხლა რაღაც პარტიის წევრები და იმათი პარტიული დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებ აქედან გამომდინარე ჩვენთვის არა ამიტომ არის ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და ალბათ შეიძლება კიდევ უფრო მეტად უკეთ ვხედავთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ადამიანი როდესაც აი მე არ არის ჩემთვის უცხო პარტიული ცხოვრება და ვიცი ეს რას ნიშნავს როდესაც აი პარტიის წევრი ხარ და იმ გადმოსახედიდან უყურებ რაღაცები სხვანაირად ჩანს მაგრამ აი გარედან პრობლემა ბევრად უფრო თვალსაჩინო არის ხოლმე აი კონკრეტულად ამ თემაზეც ეხა ერთი ჯგუფი გეგმავს 30-ში აქციას მაგალითად მეორე ჯგუფი 7-ში გეგმავს აქციას მე არც ერთის აქციის წინააღმდეგი ვარ არც მეორე აქციის უბრალოდ აი როგორც მაყურებელი როგორც გულშემატკივარი ამ პროცესის მართლა ვისურვებდი რომ ალბათ კიდე მე მესამეც გამოჩნდება სხვა თარიღს დაასახელებს აი ამის ნაცვლად რომ ჩვენ გქონდეს უფრო მეტი კოორდინაცია ამ თემაზე ხელისუფლებას აშკარად ეთყობა რომ ამ თემაზე არიან გადატეხილები ისინი და ისინი დაიხევენ უკან ერთადერთი რაც შეიძლება ეს პროცესი გააფუჭოს არის სწორედ აი ეს შიდა პარტიული დღის წესრიგები და ერთმანეთთან დაპირისპირებები იმ ჯგუფებს შორის რომლებსაც დამოუკიდებლად ორივე ძალიან დიდი რესურსი აქვს ორივე ძალიან სწორი იდეა აქვს და 2 თუ 3 თუ 4 არა აქვს ამას მნიშვნელობა უბრალოდ აი კოორდინაცია გაერთიანება ხალხი არის ბრძოლისთვის ამ თემაზე მომართული იმიტომ ხდება დღეს ამ Facebook-ზე ჩვენს გვერდზე ეს ამბავი იმიტომ კი არა რომ რამე სასწაული გავაკეთეთ თემა არის თვითონ იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური რომ ხალხი ბრძოლისთვის არის მომართული და ეს ბრძოლა არ უნდა გავაფუჭოთ იმით რომ რაღაც ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადავაყოლოთ ეს არის ჩემი აზრით ეს თხოვნა და რეკომენდაცია თუ რამემ შეიძლება დღეს ეს პროცესი გააფუჭოს არის მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის ერთმანეთთან კოორდინაციის ნაკლებობა და როგორც გულშემატკივარი მე პირადად ვისურვებდი რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ვინც გამოდის და ამ თემაზე აქტიურობს იყოს ბევრად დიდი კოორდინაცია კიდე ერთხელ ვამბობ ხალხისთვის მნიშვნელობა არა აქვს მართლა ეხა 7-ში გავა აქციაზე 30-ში გავა თუ სადღაც კიდე სხვა რიცხვში დაინიშნება მთავარია ხალხს
ესმოდეს, ჯეროდეს, წამდეს და მომართულია ხალხი ამ ბრძოლისთვის, რომ გავიდეთ და ამ პრობლემის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის, ყოველგვარი ვიღაცის რაღაც ინტერესების გარეშე. რაც შეეხება მე ამ პრობლემას კი ბატონო, დიდი მადლობა თენგო, ჩვენ რა თქმა უნდა ესე დაუბრუნდებით ამ თემაზე, ვიდრე ცოტასთან გადავალ კითხვით. კიდე ერთხელ ვამბობ, თუ იქნება შეიძლება მე ვხედავ ამას და ამ თენგო ხედავს ან ჩვენ ვხედავთ. თუ ჩვენ ვხედავთ, მეთვალქნას ასე იყოს და ვწდებოდა. თუ ეს კოორდინაცია იქნება იმ ძალებს შორის, რომელთაც ჩვენ გვერდზე დადებულმა პატარა ვიდეომ გამოიწვია მილიონობით ადამიანის დაინტერესება და ჩვენ გვიწერენ იქ ნეგატიურსაც უარყოფით, მაგრამ მეტი წილი მაინც ეს ნიშნავს, რომ ხალხს ამ პრობლემის მოგვარება უნდა. აი ძალიან მარტივად მინდა ვთქვა, ჩემი დიდი პატივისცემა ერთ-ერთ ჯგუფის იმ წარმომადგენელს და იმ ადამიანებს, რომელთან ერთად მე მიბრძოლია ბევრ ამ საკითხთან დაკავშირებით. და კიდე ერთხელ ვამბობ, აი მაგალითად პირდაპირ ეთერში ვამბობ, რომ დავით არხალმოურავის, როდესაც აკეთებს მოწოდებას ან რაღაცა განსაკუთრებით ამ კუთხეს აი ამ კუთხით, აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ეთერში ზის, ეთერში, რომელსაც ობიექტივის ეთერში, როდესაც ზის და ამბობს და გამოდის ამ კუთხით, ხო და ამბობს რაღაცებს და მით უმეტეს ხალხს მოუწოდებს მას დიდი დამსახურება აქვს. გარდა იმისა, რომ დათოს პირადი პატივისცემა, მისი ინტელექტის, მისი თქვათ, გაკეთებული საქმეების, არამედ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, იგივე აზიზის მეჩეთი გავიხსენე, ჩვენ წვიმაში, კარში, ქარბუქში, მიშა სააკაშვილის დროს, იმ პირობებში, როცა 1000, რა ვიცი მე, მოგზავნილი და ზუსტადაც კონკრეტულად რაღაცა ადამიანის გაემწარებინა და ჩასაფრებულები იყვნენ, სოდელები თუ კუდელები თუ მაშინ ვიც იყვნენ, იმ პირობებში აზიზის მეჩეთის პრობლემის შეჩერება მოხდა. ამიტომ იგივე თქვა მეორე მხარე ავიღოთ. ყველა ამ ადამიანს ცალკე მდგომს შეიძლება კონდეთ რაღაც ეფექტი, მაგრამ თუ ერთად იქნებით, თუ კოორდინაცია იქნება და მოუწოდებთ ამ ხალხს, ცურო ჩვენ ეთერში მოხვიდეთ და ჩვენი ეთერიდან მოუწოდოთ. თქვენ ეთერებშიც საკეთებთ პირიქით მოსახლეობას, მოქალაქეების ძალიან დიდ მასას არ ვინდა თქვა. საზოგადოების ძალიან დიდი ტალღა იქნება კონკრეტულ ერთ დღეს მოვა, თუ გადაედებთ ყველაფერს, მოვა და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას სხვა საშუალება არ ექნება. ვინც არ უნდა იყოს ინვესტორი, ჩემთვის ამ შემთხვევაში ის არაბი იქნება, რუსი იქნება თუ ეგვიპტელი იქნება თუ არ ვიცი მე, მოზამბიკელი იქნება. ხო, მოზამბიკელი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ უკან დაიხევ. აი ეს არის ნომერი, ჩემი თხოვნას ამ შემთხვევაში ეს არის. რაც შეეხება ხა ცოტა რა მინდა თქვა, რომ ზოგადად ამ საკითხთან ირგვლივ, თუნდაც იგივე ჩვენი სტუმრებიდან გამომდინარე, რასაც ისინი საუბრობენ, რატო არის აქტუალური? იმიტომ რომ ზუსტად ის სენსიტიური თემებს ეხებიან, რომელზეც ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მე არ მინდა აპრილში დაუბრალო ხელისუფლებას, ეს თქვენი ბრალია, რომ ეს კითხვები არის. მე არ მინდა ეხლა ასე ვთქვა. თუმცა ჩემი მოსაზრება არის, რომ არ ყოფილიყო ეს კითხვები, რომ არ ყოფილიყო რაღაცა დამალული. ზოგადად ეს რაღაცა არ არის თან. რომ არ ყოფილიყო რაღაცა ვიღაც ადამიანები, რომლებიც არ ვიცი, აი პოლიტიკაში გუშინ გაჩნდნენ, არ ვიცი როგორ ვთქვა, პოლიტიკაში კი არა მარტო, არამედ რაღაც იმ სფეროში გუშინ გაჩნდნენ ადამიანები და შეიძლება დამსახურებით, იმიტომ რომ ხალხმა ერჩია, მაგრამ რაღაც კომენტარებს აკეთებენ, შეიძლება ამანას განაპირობა. აი მაინც რა არის მთავარი პრობლემას, რას ხედავ და რის გამო შეიძლება რომ თქვათ ჩვენ სასიკეთოდ კი არ დამთავრდეს ეს პრობლემა, მოგვარდეს ეს პრობლემა. არამედ მოგვარდეს ეს პრობლემა იმის სასიკეთოდ არ მოგვარდეს. ხო, არ მოგვარდეს, ან არ მოგვარდეს საერთოდ. მე არ ვიცი. ანუ მოგვარდეს იმის სასიკეთოდ, ვით შემოსულია ხა ჩვენ ვერაფერს ვერ დავიწყებთ, ჩვენ ვერ დავიწყებთ რაღაცა შავ პიარს, რაღაცა უდიდესი კომპანიის სერიოზული ხალხის შავ პიარს ვერ დავიწყებთ ხა და მაგრამ რაღაცა ლოგიკური დასკვნები ჩვენს გვინდა გამოვიტანოთ. არ მინდა რომ გაიმარჯოს, ქვია, უმცირესობაში მყოფმა, ძალით გადანილმა პროექტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეება, მოდი ასე დავარქვათ. რა მნიშვნელობა აქვს სადაურები არიან. მინდა რომ რაღაც აი ამ ჯანსაღმა პროტესტმა გაიმარჯოს, ან შეჩერდეს. მაგალითად როგორც იყო ნამახვანხეზე. არ ვიცი რა პოლიტიკა იყო, აი მაგალითისთვის ვამბობ. კი ბატონო, სხვათა შორის ნამახვანხესი ახსენე და სწორადაც ახსენე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან ჩვენ გვახსოვს შეგვიძლია გავიხსენოთ აი ნამახანესი რო გაჩერდა მათ შორის ირაკლი კობახიძეც მე მახსოვს ირაკლი კობახიძე ხა სხვა არ მახსოვს ამიტომ ირაკლი კობახიძეს ვიტყვი და დღესაც ირაკლი კობახიძე ამას არ მალავს რომ ეს რაღაცა გარედან დაფინანსებული საბოტაჟი იყო ქვეყნის წინააღმდეგობა და მაშინ როდესაც ეს პროცესი მიდიოდა ამბობდნენ რომ ეს ნამახანესის პროტესტში მონაწილე წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ხალხი რუსეთისგან იყო დაფინანსებული და ეს როგორი ხალხი იყო იცი აი დღეს როგორც ვამბობთ რომ ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი გაერთიანა დაუშვათ ამ საკითხს ზუსტად ის მსგავსი ის იყო იმიტომ რომ მეც ნამახანესის აქციებს დავდიოდი და ჩემნაირად დავდიოდა ლიბერალი იგი ეგრეთ წოდებული NGO-შტიკი რომელიც ევროპულ დაფინანსებაზე ჰქონდა როგორ თვითონ რო ეძახიან ხო რაღაცა ევროპულ აგენტურას რო ეძახიან ხო აი ის ხალხიც იქ დადიოდა და ის ხალხის დავდიოდით რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ვეთანხმებოდით ბევრ რაღაცაში ხო მაგრამ დავდიოდით იმიტომ რომ მართლა სწორი იყო მაშინ ნამახანესი ხელშეკრულება დღესაც შეგვიძლია ამოიღოს ნებისმიერმა და ნახოს თუ რა კაბალური პირობები იყო იქ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადებული და იგივე არის ეხლაც ხო ანუ აქ სწორად გავუსვით ხაზი რომ პირველი რაც ყველაზე დიდ პრობლემა არის და რაც იწევს აი ამ უნდობლობას ხო ერთი ეს არის რომ არის რაღაცა მთელი ნაწილი ხელშეკრულებისა რომელიც არის დამალული რაღაც კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული მიუხედავად იმისა რომ ეს როგორც ჩვენ მოვიკვლეთ და გავარკვიეთ ჩვენს მეგობარს თემურს თხოვეთ ბატონ თემურს და გითხრა რომ ეს იურიდიულად გამართულია ეს პროცედურა ხო ანუ ყველანაირად დაცულები არიან უბრალოდ კანონის შეცვალეს და რაღაცა ამ კანონის ცვლილებით გახდა რაღაცა ხო კომერციული საიდუმლო გახდა რაღაცა ხელშეკრულების რაღაცა ნაწილი ხო აქედან გამომდინარე ამაში კი მართლები არის მაგრამ თვითონ ის რომ ამ ხელა ინვესტიცია შემოდის 6.6 მილიარდ დოლარზე არის საუბარი ორი ქალაქი შენდება ფაქტობრივად ქალაქი შენდება ერთი შავიზღვისპირეთში მეორე თბილისთან ახლოს და ძირითადი ნაწილი ამ ხელშეკრულებისა რომ დამალულია და ხელისუფლებას არ იღებს იმის ვალდებულებას და არ თulis თავს ვალდებულად რომ აუხსნა საზოგადოებას თუ რას აკეთებს რატომ აკეთებს როგორ აკეთებს და შედეგი რა იქნება ამის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ბოლო აი 30 წელი ესე მიმართებოდა ეს ქვეყანა, რომ ანუ ვინც ხელისუფლებაში მოდის, გონია რომ ეს სახელმწიფო არის მათი, ანუ დაუტოვა ბაბუამისმა და როგორც უნდა ისე გადაწყვეტს აი ამ ქვეყნის ბედს, იქ სადაც უნდა იქ ქალაქს ააშენებს, იქ კაზინოს გახსნეს, იქ ბორდელს ააშენებს, იქ თას მოჭრი ჩამოშლის და რა ვიცი რაღაცა სასტუმროს აიშენებს და აი ესე დამოკიდებულება და ხალხი რომელიც ამის წინამდე გამოდის და ეუბნება რომ ეს შენი და ჩემი კი არ არის, ან ჩემი კი არ არის მარტო, ან მერაბ შენი მარტო, თენგოსი მარტო, ყველას ერთად არის ეს ქვეყანა, ხო და მე რო კითხვა მაქვს, მithon ეს მე რო გირჩევ, შენთან მოვდივარ საარჩევნო უბანზე ყუთთან და შემოვდივარ და ხაზავ რაღაცა ნომერს და მთავრობაში მომყახარ შენ ვალდებული ხარ ჩემთან რომ შენ ეს ქვეყანა ჩემთვის უნდა მართო ჩვენთვის უნდა მართო რა იმისთვის რომ მე ჩვენი შვილები უკეთეს გარემოში ცხოვრობდნენ და შენ ვალდებულებას როგორ იხსნი ხელების გადაგვეხით როგორ მელაპარაკები და რაღაცა გაყიდულს ან აგენტს როგორ მეძახი როცა გეუბნები რომ რაღაცა 10,000ობით ჰექტარი ქართულ მიწას რო ვიღაცას მიყიდე დაუშვა და იქ ქალაქს აშენებ მაინტერესებს ვინ უნდა იცხროს ამ ქალაქში რა წერია ამ ხელშეკრულებაში ამაზე როგორ იძახი რომ ეს არის საბოტაჟი და რაღაცა უცხო ქვეყნის აგენტურად როგორ ყავარ მონათული შენ ვალდებული ხარ აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის მესმის ახლა რომ ხო ნახეთ ჩვენს ვიდეოები მათ შორის პრემიერიც იყო უშუალო ჩართული ისაუბრე ეს არის პროპაგანდისტული ვიდეო ხა შტერი ხო არა ვართ არც ერთი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს ესმის რა ვინ რას რატომ აკეთებს პროპაგანდის ენით კი არ უნდა ელაპარაკოს საკუთარ ამომრჩეველს პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობას ქართველებს არა ქართველებს ოღონდ საქართველოს მოქალაქეს არ მნიშვნელობა პროპაგანდის ენით კი არ უნდა ელაპარაკო უნდა ელაპარაკო არგუმენტირებულად უნდა უთხრა ეს შიშები რაც არსებობს ეს თუ უსაბუძოა ხო და ჩვენ დაუშვათ და ჩვენნაირი შეხედულება თუ ვაგიჟებთ ამ საზოგადოებას გამოდი შეოჯახაშინებულ და აუხსენი აი ეს არის ვასაჯაროება ამ ხელშეკრულებას ეს წერია არის რამე საფრთხე ქართველობამაში არ არის საფრთხე თუ არ არის საფრთხე გიჟები კი არა ვარ ან ფულის შემოსვლის წინააღმდეგ კი არა ვარ კაცო მაგას ვიძახი სულს გაფავს ეს ხალხი მშიერია და გარბის ამ ქვეყნიდან და თუ ამას რამე ეშველება ამ ინვესტიციით და პირიქით არაფერი არ დაშავდება ამის წინააღმდეგ ვინ უნდა იყოს გიჟები მგონი ვართ ესე იგი ესე გვიყურები რომ გიჟები ვართ რომ შინშილი კარგი გაკეთება და ჩვენ რაღაცა ბანანის რესპუბლიკიდან და უი დავინახოთ ეხა ატრაქციონი და დავიწყოთ ამის ჩამო. კი ბატონო, მე აი და მინდა რაღაც დაგიმატო გამჭვირვალობის საკითხი და მაინც ახან იურის. აი ცოტნემ ამის ინსპირირება მოხდა, ცოტნემ რაც თქვა ეხა. აი ძალიან მარტივად ვიტყვი თენგო, იმიტომ რომ შენ მაინც როგორც პრაქტიკული იურის ასევე გიმუშავია რიგით მაგალითად აი ძალიან ნომერ პირობითად ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი კონკრეტული
მაგალითი ავიღოთ, ერთი ადამიანი მოქალაქე, მაგალითად მერაბ ჭიქაშვილი, როგორ შედის იუსტიციის სამინისტროში, უნდა საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლში, რომელიც არის სულ 16 კვადრატი სარდაფი, პატარა სარკმელი, თავისი ხელით გააკეთო პატარა სარკმელი, მაგრამ არის რაღაც კანონი, რომელიც ავალდებულებს რომ უნდა მივიდეს, დაწეროს განცხადება. ოღონდ იუსტიციის სამინისტროში ნუ მიხვალ მერიაში მიდიხვალ. ხო, კი ბატონო, არა, სიტყვაზე მომკაი, თუნდაც მერიაში. კი ბატონო. მაბატიეთ ხა იუსტიციის სამის კაი თქვა მერიაში. და ვიცით რაც გადის ეს ადამიანი. ხო? ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, რაღაცა გადის რაღაც პირობებს, არ ვიცი თავის გადასახადით, იმით, ამით, რამდენად დაუკმაყოფილებენ არ იცის, როგორ გააწორა, მაგრამ ну დამშვიდებული კაცი არ მოდის იქიდან. უმეტეს შემთხვევაში. მოდის ანერვირებული, ან არ აქვს იმედი რომ გამოვა, ან თუ გამოვა, მან ბევრი ბარიერი, რაღაც საშინელი ბიუროკრატია უნდა გაიაროს და შეიძლება გადასახადიც ბოლოს ლეგალურად ვამბობ. არ ვამბობ არანაირ კორუფციულ გადასახადზე, გადაიხადოს ერთ სარკმელში, რაც დაუждდებოდა მართლა 100 ლარი გაკეთება, გადაიხადოს 150 ლარი მარტო მისი საბუთები. აი ამის ფონზე. მე რო ვხედავ, რომ ვისმენ ტელევიზორს და სახელმწიფო გამოდის პრემიერ-მინისტრი და რაღაცა ძალიან აქტიურად იცავენ რაღაცას რომ ამბობენ რომ 600 მილიარდი შემოდის. მარტივად ვამბობ, უყურეთ ენგო, მე ხო სარკმელზე ვიყავი მისული. რო უყურებ ტელევიზორში რომ პრემიერი მეუბნება რომ თბილისთან ახლოს გდანია ხო არის ყველაზე დიდი რაიონი მოსახლეობით 170,000 ადამიანი ცხოვრობს მე მგონი. ხო, მაშინ კაი თქვა, ალბათ კაი. დაბოთ პირობითად 170,000 ადამიანი ცხოვრობს გდანში. რომ მესმის რომ სადღაც თბილისთან ახლოს პატარა თბილისი შენდება. ანუ მე ვხედავ რომ გებულობ რომ მარტო თბილისთან ახლოს კი არა. სადღაც გონიოში, შავი ზღვის პირეთში, იგივე მეორე გონიო შენდება და ბოდიშით რა რაღაცა ეს არის აიდუმლო ინფორმაცია რა. ვერ გეტყვით აქ რა პირობები აქვს ამკარ. აი მინიმუმ ვამბობ რა ანუ ცნები ეხლა ან ემოციური ვაჭარბებ თუ აქ თუ არა უფლება აი ამ რიგით ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს რომ კითხვა დასვათ რას ასადამოებ და რატო ასაიდუმლოებ მე თუ ასე დღეში მაგდებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს ამას რატო არ აგდებ ბრწყალებში ამ დღეში გეტყვი აი მე რა პოზიცია მაქვს მაგაზე პირველ რიგში ვიტყვი რომ კანონმდებლობის კუთხით აი საკანონმდებლო კუთხით გუშინ წინ ქონდა სხვათა შორის ბატონ პრემიერს ინტერპელაციის წესთვის იმყოფებოდა პარლამენტში და სწორედ ამ საკითხზე და განათლების სისტემაზე და ამ არაბულ ინვესტიციაზე იყო ინტერპელაცია დანიშნული ერთი სიტყვით და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მათ შორის ისაუბრა კომერციული საიდუმლოს ნაწილზეც და სამართლებრივად ახსნა რატომ არის ეს დოკუმენტი ასე ვთქვათ რატომ აქვს ამ დოკუმენტს კომერციული საიდუმლოს სტატუსი მინიჭებული მოიყვანა სტატისტიკაც რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კი არ არის და 1000-ზე მეტ დოკუმენტს აქვს კომერციული საიდუმლოს სტატუსი მინიჭებული და ამასაც არსებობს კანონმდებლობის შესაბამისად ხდებაო მე პირველ რიგში ვიტყვი რომ ეხლა როდესაც ჩვენს ხელში აქ ეგ არ არის პრობლემა რომ რაიმე საკანონმდებლო პროცედურა ხომ არ არის დარღვეული გასაიდუმლოების პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ როცა შენ ხელში არის პარლამენტის მთავრობას და სასამართლოს და კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე შეგიძლია ისე შეცვალო, როგორც გინდა, ბუნებრივია ამ კანონთან აღარ მოხვალ მე წინააღმდეგობაში, ხო? ну ძალიან სულელი უნდა იყო რომ კანონის შეცვლა შეგიძლია შენ ხელში ეს კანონმდებლობა და მაინც ისე იმოქმედო რომ კანონი დაარღვიო კანონს შეცვლი და მე გააკეთებ რაც აკეთებს კიდეს ეს ხელისუფლება და მაგალითად ეს რო არის კომერციული საიდუმლოება რაღაც ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა მანამდე კონკრეტულად ამ კანონში მე პრობლემას იმაში ვერ ვხედავ რომ კომერციული საიდუმლო კანონგარეშე არის ეს დოკუმენტი არა აქ პრობლემა სხვა რამეა ბატონებო რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტი. ამაზე თავად ხელისუფლება გვეუბნება, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, უპრეცედენტო მასშტაბის თანხა შემოდის ქვეყანაში უცხოეთიდან. ამაზე რო არის საზოგადოების დიდი ინტერესი, ეს არის ბუნებრივი. პრემიერი გვარწმუნებს, რომ ჩვენო გასაიდუმლოებული ეს არ გვაქვს. აი ინტერპელაციაზე ეს თქვა და ამას მინდა ხაზი გაუსვა. ის გვეუბნება, რომ არც არაფერი გვაქვს გასაიდუმლოებული, არისო რაღაცა მცირე დეტალებიო მხოლოდო, თორე აი ძირითადი სად შენდება, რა შენდება, ვინ აშენებს, რა საერთო მოგებას ელოდება, ეს ყველაფერიო. ისედაც ნათქვამი გვაქვს ხალხისთვისო, მაგრამ ბატონ პრემიერო, აქ იმაზე კი არ არის პრობლემა, რომ თქვენ ნათქვამი არ აგაქვთ. გვაპატიეთ, მოგვიტევეთ, მაგრამ 30 წელია ქართული საზოგადოება მიეჩვია რომ შეიძლება ერთ რაღაცას ისმენდეს და მეორე უცებ აღმოჩნდეს სხვა რეალობის წინაშე და აქ თუ ვინმეს მიმართ არ არსებობს ესეთი აბსოლუტური ნდობა და უბრალოდ ესე კაი სიტყვაზე არ ენდობა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვინც არ უნდა იყოს აქ პრემიერის
პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილზე კი ირაკლი კობახიძეზე კი არა მაქვს საუბარი. ვინც გინდა იყოს აი პერსონალური ნდობა ამხრივ თუ არ არსებობს ამაში საწყენიც არაფერი არ არის და მით უფრო თუ კი გასასაიდუმლოებელიც არაფერი არ არის იმავე იგივე კანონმდებლობა მთავრობას მიენიჭა ერთი სიტყვით რო ვთქვათ კანონმდებლობით უფლება რომ გაასაიდუმლოს დოკუმენტი ან მოახდინოს მისი გასაჯაროება მთავრობას თქვენ გაქვთ ამისი უფლება რომ გამოაქვეყნეთ არ ვითხოვთ აი იმ ასე ვთქვათ კომერციულ საიდუმლოს რაც შეიცავს მართლა და ესეთი ტიპის რაღაც ფინანსურ ანგარიშგებების გამოქვეყნებას არ ვიძახით საზოგადოებას აინტერესებს ვალდებულებითი ნაწილი ამ ხელშეკრულების რომ ხომ არ არის იქ რაიმე ესეთი ტიპის ვალდებულება რაც საქართველოსთვის იქნება დამაზიანებელი თქვენ გვარწმუნებთ რომ არ არის ძალიან კარგი თუ არ არის მაგრამ რა უდგას წინ იმას რომ გასაჯაროვდეს ეს ნაწილი ხელშეკრულების ხალხმა ვნახოთ წავიკითხოთ ჩვენი თვალი დავრწმუნდეთ რომ არაფერი საში არ არის მით უფრო თუ მართლაც ასეა საქმე და მეორე საკითხი რაც მინდა გამოვყო რაც ასევე უმნიშვნელოვანესია სხვა შორის ბატონ დემურის ვიდეოში ორი მონაკვეთი იყო ხო გამოყოფილი ერთი ეს იყო დემოგრაფიული ნაწილი რომ უმძიმეს სიტუაცია და მეორე რითიც იწყებს ის საუბარს შეეხება წმინდა სოციალურ საკითხს სამუშაო ადგილებს პრემიერი გვიმტკიცებს რომ ეს პროექტი მოიტან ჯამში 30000 სამუშაო ადგილს აქედან 24000 იქნება აი პროექტის განხორციელების დროს არსებული ასე ვთქვათ სამუშაოები და დაახლოებით 6-დან 8000-მდე ადგილი იქნებაო მერე უკვე მუდმივი სამუშაო ადგილი რაც შეიქმნება ამ შემთხვევაში ჩვენთვის პრობლემა რა არის რომ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენი კანონმდებლობით არ არის დაზუსტებული, არ არის დადგენილი, არც ამ ხელშეკრულებით არ არის დადგენილი, როგორც გუშინ თქვა ეს პრემიერმა, ვინ დასაქმდება ამ 30000 სამუშაო ადგილზე. ვინ იმუშავებს იქ კონკრეტულად. აქაც ვინ იმუშავებში გულისხმობ არა იმ სახელებს და გვარებს კი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმუშავებენ. ეს არის ამ შემთხვევაში პრობლემა. იქნება ეს მკვიდრი მოსახლეობა საქართველოსი, თუ ჩვენ უნდა მივიღოთ მიგრაციის ტალღა, ან არსებობდეს ამისი რისკი, რომ ჩვენ მივიღებთ მიგრაციის, შრომითი მიგრაციის ტალღას, რაც მართლა საშინელება არის. აი სურათი რაცაც ხატავენ ხოლმე ხანდახან ჩემი აზრით ცოტა კიდე უფრო არაარგუმენტირებულად რომ გადავივსებით არაბებით და უცხოტომელებით და ასე შემდეგ ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი შრომითი მიგრაციის ტალღა იაფი მუშახელი შემოსული აზიური ქვეყნებიდან რაც ჭირს ევროპას რატომაც არის ევროპა ამ დღეში ამის გამოა ხო ეს რომ არ მოხდეს თქვენ კი გვარწმუნებთ რომ აქ არაუშავს ქართული კონტრაქტორები შეასრულებენ ქართული კომპანიები და ეხა ქართველი სხვა არ დაასაქმებს და ასეთ არგუმენტებს გვეუბნებით მაგრამ ამ შემთხვევაშიც გვაპატიეთ მაგრამ არ გვაქვს ამისი ზეპირად ნდობის საფუძველი რა პრობლემა არის თქვენ ხელში არის კანონი როცა გჭირდებათ ხო ერთ დღეში შეგიძლიათ შეცვალოთ მთლიანი კანონმდებლობა მთლიანი სისტემა შეცვალოთ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ 100% გაქვთ მანდატის ხელში 100% ძალაუფლების თქვენს ხელშია რა პრობლემა იქნებოდა თუ კი ესეთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ესეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში რა ჯერ არ მომხდარა და უპრეცედენტოა ქართული კანონმდებლობა დახვდეს ამ ყველაფერს მომზადებული კანონში ჩაიწეროს რომ ინვესტორს არ აქვს უფლება შემოიყვანოს თავისი მუშახელი და ის ვალდებულია თუ დებს საქართველოში ინვესტიციას ადგილობრივი მუშახელი დაასაქმოს და ასეთ შემთხვევაში ხო ჩვენ კანონი დაგვიცავდა და ვიქნებოდით მშვიდად ამხრივ ვინმეს კაი სიტყვით კი არ ვიქნებოდით დამშვიდებული და ვიღაცის კაი სიტყვაზე კი არ მოგვიწევდა რომ ვენდოთ კანონით ვიქნებოდით დაცული და სადაოც არაფერი იქნებოდა ამ შემთხვევაში რატო არ აკეთებს ამას ხელისუფლება ჩემთვის გაუგებარია ამიტომ შენ რომ ამბობ რომ პრობლემა რაშია და ხელისუფლებას რატო ექმნება ეს პრობლემა არის სულ ორი ერთი ეს არის გამჭვირვალობა და მეორე შრომის კანონმდებლობის ცვლილება რაც საბოლოოდ მოხსნიდა ამ ხრივ შეკითხვებს მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლება ამის ნაცვლად მიდის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით ნახევარი ქვეყანა გამოცხადებული ყავს აგენტებად, რომ ყველა ვინც მაგათ არ ეთანხმება ამ საკითხში არის ქვეყნის აგენტი და საბოტაჟი და ესე იგი თურმე მაპატიე დიდი პატივისცემის მიუხედავად ეხა კობახი მათიკაშვილს უყვარს თურმე ეს ქვეყანა და მე არ მიყვარს და 9,5 კაცს გუში რომ ჩვენ ვიდეოებს ალაიკებდა. მათიკაშვილი არის თურმე მარტო ამ ქვეყნის პატრიოტი და პრობლემაა, როდესაც საკუთარ ხალხს ვის წინაშედაც ანგარიშვალდებულება გაქვთ ესე ელაპარაკებით, ესეთი მიდგომა რომ აი დღეს ჩემია ძალაუფლება და არავისთან არაფრის შეთანხმება მე აღარ მჭირდება. ეგ არის ზუსტად რაც დაღუპავს ამ პროექტსაც და დაღუპავს ამ ხელისუფლებასაც. ეჭვი არ მეპარებ. მოკლედ მე უბრალოდ აი ხა კომენტარები არის. მე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საკმაოდ დიდია ყურადღება დათმობილი YouTube გვერდზე. და კომენტარები წერს, რომ უმრავლესობა კომენტარების არის ის, რომ გასაჯაროებასთან დაკავშირებით მართალია მოსახლეობაში სწორედაც ეს
ბუნებრივი შიშებიც რაღაცა სიფრთხილეც გამოიწვია იმან რომ რაღაცას ვასაჯაროებთ და ეს რაღაცა არ არის ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი როდესაც თქო როგორც თქვა ძალიან დიდი ინვესტიციაზე ლაპარაკი რომელიც თავად სახელმწიფომ დაანონსა და ვფიქრობ რომ მოთხოვნაც ეს არის ეს ერთგვარი წერენ სხვა შეუსო რეფერენდუმი ჩაეტარებინათ ასე შემდეგ ეხლა მინი გამოკითხვა რომ ჩავატაროთ აქ უკვე ნათელია ბევრი ასე სხვა შეუსო არის კომენტარები ისიც რომ თურმე ჩვენ ვაგიჟებთ ინტელექტოდ ვაგიჟებთ აგერ პატრიოტ ხალხს და ურაპატრიოტიზმით რაღაც ემოციები და ვანგრევთ საერთოდ ქვეყანას ეს საერთოდ საოცარია მაგრამ კი ბატონო კიდე ერთხელ მინდა ყველას უთხრა ჩვენ ვიყოთ კი ბატონო ამ შემთხვევაში თუმცა ჩვენ რო აი ჩვენ საერთოდ უგემოვნოები ვართ აქ საერთოდ როგორ ვართ და რა ვართ არ ვიცი საერთოდ აი გაგებაში არა ვართ მაგარი გოიმები ვართ ამ საკითხში დიდი ბოდიში არც ტელევიზია ვიცით არც ინტერნეტი ვიცით არც სიტყვა პასუხი ვიცით არაფერი თენგოც არ არის იურისტი მეც არა ვარ თქო სახიობი და არც ოდნია ფილოსოფოსი და ჩვენ სულ გავჩუმდებით თქვენ ხომ დიდი რესურსები გაქვთ მაგ მხარეს სულ ყოველთვის ვამბობდი რომ ამერიკულ საზოგადოებაშიც რა ქვია აქეთ რაღაც ევროპულ საზოგადოებაშიც ნებისმიერ საზოგადოებაში არის ერთი მხარე და მეორე მხარე ერთ მხარეს გააჩნია რესურსები მეორე მხარეს გააჩნია რესურსები ფინანსურად როგორც ლიბერალები არანაკლებ დიდრები არიან კონსერვატორებიც ნებისმიერ ქვეყანაში მაგრამ ყველაფერი ხომ გაქვთ ყველა რესურსი ხო გაქვთ გემოვნებით ყველაფრით გააკეთეთ თქვენ აი ეს მოსახლეობა დაიყენეთ გვერდზე რომელიც მართლა გიდგათ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად და არა ზოგს რო გონია რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი და რუსი თუ საბჭოთა კავშირის საბჭოთა ქვეყნის მოქალაქე ერთმანეთს იმიტომ ესროდონ ან რუსი დგებოდა და შილერის გამოგესწრიოდა ან და გერმანელი დგებოდა და დოსტოევსკის და ტოლსტოის გამოგესწრიო აი ამ სიდებილიდან გამოვიდეთ და დადეკეთ ჩვენ აი ამ ჩვენი რაღაცა მაპატიეთ რაღაცა ერთჯერადი მაქვია სკამებით რაღაცა პატარა ჩვენი სტუდიით წამოვალ და დაგეხმარებით პრობლემა სხვა არის ჩვენ პირიქით გვინდა რომ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე არანაირი ამბიცია ჩვენ არ აქვს პირიქით გვინდა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და როგორ რაში ვხედავთ გამოსავალს ამას ვიტყვით მე მინდა ერთი რამ კითხო აი ხა ცოტნესთან გადავიდე კითხვი და თან აი ამ კითხვას მინდა დავურთოთ ერთი ვიდეო უბრალოდ კითხვა მინდა ასეთი დავსვა ხომ არ განაპირობა და მე მგონია რომ ხელისუფლების მხრიდან არანაკლები შეცდომებია დაშვებული რა გაგები და რა კუთხე აი რას ვამბობ და რატომ მგონია რომ ეხლა ხო ვამბობდი რომ აი ამ მხარეზე რომელიც მართლა წინააღმდეგია ამ კუთხით როგორიაც არ უნდა იყოს მათი დამოკიდებულება წინააღმდეგია და ვამბობდი რომ შეუძლიათ ეს ხალხი მილიონობით მილიონი კაცი მოკლედ გამოიყვანო აი ყველაზე უხეშად რო თქვა შეუძლიათ რომ თუ სწორი ორგანიზება იქნება მილიონ კაცს გამოიყვანე 500,000 კაცს გამოიყვანე თუ 100,000 კაცს მართლა იქნება რის გულწრფელი ხალხის პროტესტი იქნება ამაზე ხო ვამბობთ ეხლა მინდა ხელისუფლებას უთხრა იცი კიდე რა არის თქვენი პრობლემა და რატო ხდები ჩვენ კი არ ვაგდებთ უხერხულობაშია ჩვენ კი არ უბნებთ გზაკვას ამ ხალხს ხელისუფლება როცა ხარ შესანიშნავი დიდი რესურსი გაქვს სატელევიზიო ეთერს მედია კამპანია დაიწყო შესანიშნავი რესურსი გაქვს ის ხალხი გამოიყვანო და ისეთი ხალხი გამოიყვანო ამ საკითხთან დაკავშირებით ვინც მართლა აი აქვს ავტორიტეტი ხალხში არიან ადამიანები დღეს კიდე დარჩენილი რომელსაც იმისა მიუხედავად რომ ოცნებას მხარს უჭერს ან და თქვათ არ ვიცი მე ნაცია თუ რაღაც რიგ საკითხებდა რასაც სამშობლოს სიყვარული ქვია რასაც ქვია სამშობლოს მიმართ კეთილსინდისიერი ზნეობრივი ხალხი არის კიდე დარჩენილი გამოიყვანე ეს ხალხი და ამ ხალხს ალაპარაკი ამის მაგირად რას აკეთებს იცი მე ჩემი პატივისცემის მიუხედავად რაღაც საკითხში შეიძლება სპორტსმენი უდიდეს პატივისცემი ხარ რაზე ლაპარაკი იმ სპორტსმენებს რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში და არავინ არ უშლის ამას მეც მასე მსახიობი ვარ და შესანიშნავი ბიჭი აგერ კაცი ძალიან დიდ პატივისცემს ზაზა პაპოშვილი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ხო მსახიობი და ყოველთვის მენანებოდა რომ დღეს საერთოდ თეატრში საერთოდ რაფიშა აღარა ჩანს ზაზასი უნიჭიერესი კაცი და ძალიან კარგი ქართველი მაგრამ
იგივე ხო შეიძლება ჩემზე ვიღაცას ეთქვა ორჯერ ის ვიყავი კაცო კანდიდატი ვიყავი და ერთხელ ამის მოვიგე უბრალოდ მართლა პატარა ფული რომ გქონოდა და ალბათ მოვიგებდი ისეთი გაუგებრობაში იყო ნაუცერება და ნაცები მაგრამ 16-ში ხო იგივე ხო ისეთ გაუგებრობაში იყო რომ ამის მოვიგე იმიტომ რომ მეორე ტური დაინიშნა და მე მივხვდი რა ვიცი იმ ხმების გამო ამას დავანებოთ თავი მაგრამ არ შეიძლება შესანიშნავ კაცს საპატივსაცემო კაცს ოლიმპიურ ჩემპიონს მაგარ კაცს ტალახაძეს ვალაპარაკოთ ან ისეთ უხერხულობაში ჩავაგდოთ ამ შემთხვევაში ტალახაძე არბეშუეშია რომ რაღაც ესეთები ლაპარაკოს ხო ყველაფერში კომპეტენტური ხო არ ხარ ან თქვა სხვა ადამიანი მაგრამ თუნდაც ვიღაცა შეიძლება თქვას რომ აი ეკონომისტის ან რაღაცა ამ კუთხით ამ პროფესიის ადამიანს ვალაპარაკებ მე უბრალოდ მინდა ეს კითხვა დავსვა ცოტნე ესეც არის პრობლემა შეიძლება მე მეჩვენება მაგრამ კომპეტენტური ადამიანები გამოიყვნენ ალაპარაკე პირიქით ნუ გავაგიჟებთ ამ ადამიანებს და ერთ-ერთი მაგალითია ჩემი პატივისცემის მიუხედავად მინდა ერთი პატარა მონაკვეთი გავუშვათ იმედი ტელეკომპანია იმედში კიდე რავი მე რამდენად მიწევს გიორგი აბაშიშვილზე საუბარი რომ ნუ მართლა ეკონომისტია რაზეა რამე არ ფიქრობს გიორგი ხა მიცნობს და იცის მაგრამ ნუ ეხა ეს ადამიანი რომელიც არის მიწვეული დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეა ნუ ეხა ხო წარმოგიდგენიათ რაზეა ლაპარაკი და აი ასე და აი ეს ამონარიდი მინდა გავაკეთო დღევანდელი ეთერია ხო დღევანდელი ეთერია დილის და მინდა სოტნესთან გადავიდე კითხვით აი ამ ამონარიდის შემდეგ თუ შეიძლება გავუშვათ შემდეგი ვიდეო არ წყდება ეს სპეკულაცია, ასე ვთქვათ, რაღაცა სხვადასხვა უკვე არაეკონომიკურ ეფექტებთან დაკავშირებით, რომ აი სახელმწიფოს აქ რისკები, სახელმწიფომ თითქოს მიწავინმე საჩუქა და ასე შემდეგ ასე. ეხლა აქ სახელმწიფოს რისკებზე რო ვისაუბროთ, მოდი გავაანალიზოთ რა გასტაგვაქვს საქმე. ჯერ ერთი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის არაერთი მოდელი არის სოფლიოში და ეს ცნობილია სახელმწიფო კაპიტალიზმის სახით და ამ მოდელს განვითარებული ეკონომიკები აბსოლუტურად დღესაც და ესეთ სტრატეგიულ სექტორებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული ნორვეგია შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი სინგაპური არის კარგი მაგალითი და ეს ქვეყნები ჩვენ საუბრობთ ქვეყანებზე მაგალითად სინგაპურის მაგალითზე სახელმწიფო და კერძო კაპიტალის წარმატებულმა შერწყმამ გამოიწვია ის რომ ქვეყანაში უმსხვილესი კორპორაციები შევიდა და აზიის საინვესტიციო ხაბად გადაიქცა და ახლა სინგაპურის ეკონომიკა დაახლოებით 550 მილიარდი დოლარი არის და ერთ მოსახლეზე შემოსავალი არის 90000 დოლარი. ჩვენ შემთხვევაში არის 10000 დოლარი, ეს ხრაჯელი დიდია. ხო, და ასე რომ თქვა, სახელმწიფო კაპიტალიზმმა სიკეთის მეტი არაფერი მოუტანა და აქაც ასეთი მოდელთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთიანდება, რომ სხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელოს. ეხლა რისკებს რო შევხედოთ. აი რისკების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი საინვესტიციო ვალდებულება არ აქვს. და არავითარი ოპერირების ვალდებულება არ აქვს. ეს რას ნიშნავს? პროექტის განხორციელების დროს იგელ ჰილსი არის პასუხისმგებელი საინვესტიციო ნაწილში, ანუ კაპიტალიზმის სრულად დაფინანსებაში, ხოლო ოპერირების ნაწილში ასევე ის არის პასუხისმგებელი, რომ წარმატებით განახორციელოს ოპერირება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია გააჩნია და ერთი ეს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს და მეორე არის ის, რომ დივიდენდების სახით მოგებიდან მიიღოს შემოსავალი, ასე რომ აქ დადებითის ხოლოდ ეს არის უნაკლო პროექტი, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა და აქ უარყოფითი ტენდენციები ვერ იარსებებს. ასე რომ კი ფაქტი გვაქვს სახეზე და ის მაგალითებიც რომელიც თქვენ მოიყვანეთ. იცით, აი არ შემიძლია არ ვთქვა, დიდი ბოდიშის მოხდით. ბატონ შოთას და ბატონ გიორგის აკლია ეხლა აი ამაგიდასე, ნარდი, რაღაცა ჩაი და რაღაცა ისეთი რა, ქართულ, ჯიგრულ, გურჯული რა. აი ესეთი პატარა ის და აბარა, ყველაფერი კარგად არის. აბარა, რაზეა ლაპარაკი? უბრალოდ აი არ ვიცნობ, შეიძლება მაპატიეთ და პასუხისმგებელი ვარ, ბოდის მოხდერო. ბატონო შოთა. სანამ სინგაპურს ახსენებდით, აი ამ თემებზე ლაპარაკებდით. 2012 წლამდე სად იყავით? ან დათქვათ 2012 წლიდან დღემდე, ვიდრე თქვენ და რა თქმა უნდა, დამსახურებით გახდით დეპუტატი, იმიტომ რომ ხალხმა აგირჩია და სად იყავით? სინგაპურთან დაკავშირებით და სინგაპურიზაციასთან დაკავშირებით ცოდნა განათლება ხომ გაქვთ? საერთოდ რას ნიშნავს? ამაზე ცოტნე და თენგო ილაპარაკებს უბრალოდ, მაგრამ
სინგაპურზე და სინგაპურიზაციაზე ქართულ ხალხს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ახსენდება სააკაშვილი. და ეგრეთ წოდებული სინგაპურიზაცია, სადაც მიგვიყვანა. რაზე ლაპარაკობთ? როგორ უხსნით ხალხს? როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ახლა როგორ უხსნით ის ხალხს ამას? თქვენ თავად გაქვთ 13500 ლარი, 15000 ლარი ხელფასი ალბათ, იმიტომ რომ კომიტეტის თავმჯდომარეს მეტი აქვს. გემსახურებათ მანქანა. ხართ ყოველგვარად დაუცველი, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. დაზღვევით ყველაფერ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები. ბატონ გიორგისაც წარმატებული კაცია და შესანიშნავი შემოსავალი ასე შემდეგ და აი ამ დასაქმებაზე, ტურიზმზე, ის თქვენ იმუშავებთ, იქნებით, აი ესე გვიხსნით, კი ძმაო, რაზე აბარა, შემოვა აბარა, მაგრამ სხვა საკითხები რა იქნება, როგორ არ გაინტერესებთ. მე პირადად, ჩემი შვილი, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც და დღემდეც მუშაობს ისეთ სექტორში, რომელიც მომსახურებას უწევს საქართველოსდან, სხვათა შორის ისრაელის ქვეყანას. და მადლობა უფალს, რომ ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია. წარმატებული, წარჩინებით დამთავრებული, როგორც სკოლის, არ ვიცი მე, უნივერსიტეტის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემ შვილს მაინც არ უსურვებ. მე მინდა რომ ჩემი შვილებისო, თქვენ შვილებისაც მარტო მომსახურე სფერო კი არ იყოს. არამედ უფრო მეტი წარმატება იყოს ქართულს, საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერს უფრო მეტი წარმატება ქონდეს და არ ვიცი, უფრო მეტად სახელი გაუხოჭოს, როგორც თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, პირადს ყველას და არა მასე იმ იმედის მოსმენით, რომ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკის და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე კარგად გამოწყობილი იჯდეს. და იმ პროექტზე, რომელზეც შიშია მაინც მოსახლეობაში ბევრი კითხვა, ხსნიდეთ ასე რომ, აუ, დასაქმდები, რა მაგალითი გვაქვს ამ დასაქმების? რუსთაველის მთელი მარჯვენა სანაპირო, მარჯვენა მხარე და მარცხენა მხარე, ფაქტიურად უცხო ქვეყნის მოქალაქის მფლობელობაშია რესტორანი და კაფე. და მეტი წილი ესენი არიან დიახ სწორედ წარმატებული არაბული ქვეყნის წარმომადგენლები. მითხარით, აბა მივიდე და მოვეწყობით, მოგვაწყეთ. აი თქვენ პირადად აიღეთ ვალდებულება პასუხისმგებლობა რომ დღეს რო სკოლას სადღაც მთაში დაამთავრეს ბავშვი რომელიც არ დატოვა სოფელი სადღაც ხულოში იქნება თუ თაშიდობაში დარჩა ისწავლა მის პედაგოგთან ერთად ჩამოიყვანეთ და მოაწყეთ ქმნით ამ პირობას არ გსხვენიათ ამას რო ამბობთ ხო შეიძლება რაღაცა მორალურ ზნეობრივ ან რაღაცა დამწუხრებული სახეს ხო არ გეუბნებით ღმერთმა მოგცეთ თუ გაქვთ თქვენი დამსახურებით ხართ კი ბატონო მაგ თანამდებობაზე მაგრამ ხალხის არჩევანი ხო გაკეთდა თქვენ გამო შეიძლება ასე ნარდის ფონზე და ჩაის დალევის ფონზე ასე ვილაპარაკოთ თუ ესეა საქმე ბოდიშს მოვიხდი ხვალვე თუ ეს ესე განვითარდება თუ ეს ესე იქნება რომ დღეს აქ გასულს ჩემი შვილი იქნება თუ სხვისი შვილი თავისი განათლებით მოეწყობა და იმუშავებს ღირსეული პენსია ღირსეული ხელფასი ექნება თქვენგან გასხოვებით და ადეკვატური იმასთან რომელიც თქვენ გაქვთ საქართველოს დეპუტატს რამდენის გაქვთ თქვენ კარგად იცით ამაზეა საუბარი მობრძანდით ეხა და გამოუშვით სუსი იქნება თუ კუდი და დამაკავეთ სხვა პირობა ახაცა მოგვიძებნეთ და შემოვარდით და ვალერი კვარაცხელის არ იყოს დააკაკუნეთ და დაგვიკეთეთ ეთერი როგორ შეიძლება ეს განმარტებები მივაწოდოთ ხალხს რომლის უმრავლესობაც არის გაჭირვების ზღვარზე კი ბევრი წისვლა გვაქვს შეიძლება მომავალ თაობას ასე ილაპარაკოთ აი ამ ფონით თუ მართალია თქვენი სიტყვები, თუ ხვალვე ან ამ პროექტის დამთავრების მერე, ნებისმიერი ადამიანი, სოფლიდან ჩამოსული ბავშვი, მის მასწავლებელთან ერთად, მის ბებია-ბაბუასთან ერთად, ღირსეული ხელფასთან დასაქმება ექნება, ისე რომ არ სოფელი დატოვოს. და არ საკუთარი ოჯახი მიატოვოს და დაანგრიოს, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი. მაპატიეთ ემოციებისთვის. მარტო ფონი არ არის მაგ შემთხვევაში პრობლემა ჩემო მერავ და ნარდი და ჩაი აი ცოტნე ისაუბროს და მეც მექნება შემდეგ ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება. კი, ხო არა, სამსახური ჯერ ესეთი ხა მერავმა როგორც მიმართა ბატონ შოთას სამსახური ბატონმა დემურმაც ახსენა თავის ვიდეოში და სწორი არის რა პრინციპში ხო ჩვენ ხო თავიდანვე როდესაც დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი იქიდან მოყოლებული ვამბობდით რომ როგორც ასეთი პირადად მე სწორად მსგავსი ტიპის ინვესტიციების წინააღმდეგი ვარ რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და რომელი ეროვნების წარმომადგენლიც არ უნდა აკეთებდეს ამას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ინვესტიციის ტიპი თავად არის მიუღებელი და რა ვსგულისხმობ მაშინ ხა რო იძახიან 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნება ხო სად იქნება ეს ვქიდა სამუშაო ეკონომიკის რა ხო რა სექტორში იქნება ხო ეს არის რაც სწორად თქვა რაც მომსახურების სფერო არის ხო არის დამლაგებლად აი ამას თავაზობს ეხლა სასტუმროში კაზინოში მიმტანად ამას თავაზობს
გვთავაზობს ზუსტად, აი ამას გვთავაზობს ეხლა ბატონი შოთა, რომ აი ჩვენი საქართველოს მოქალაქეები სადმე მაღალ ანაზღაურებად სამსახურში კი არ დასაქმდებიან, განათლება რომ უნივერსიტეტის დამთავრება რო ჭირდება და საკუთარ დიპლომს კი ვერ გამოიყენებს იქ, არამედ დასაქმდება, რა ვიცი, თუ არ იცხოვრებს აქ როგორც თვითონ გვიმტკიცებენ ეს არაბები და უბრალოდ შემოვა და აისვენებს ერთი თვე და წავა უკან. ხო, იმ არაბს მე მომსახურე ხო ჭირდება, საჭმელი უნდა გავუკეთო, სახლი უნდა დაუსუფთავო, რა ვიცი, იქ რესტორანში რომ მოვა, მომსახურო და ოფიციანტი უნდა იყო, თუ სიმღერა იცი, ცოტა უკეთეს სამღერი ხარ, მით გაგიმართლა, ხო, იქ დადგები, უმღერებ და უცეკვებ და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის ამზადებენ. ამაშია პრობლემა, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი მოსახლეობას იმეტებს იმისთვის, რომ ვიღაცა არაბს, თურქს, რუსს, ჩინელს, პაკეტს არ აქვს მნიშვნელობა, მოემსახუროს, ანუ სხვა ფუნქცია ქართულ კაცს, ქართულ ქალს არ უნდა კონდეს იმის გარდა, რომ ვიღაცა ტურისტად თუ ჯანდაბად ჩამოდის და იმას უნდა მოემსახუროთ. ეს არის მიუღებელი, რომ აი სინგაპური ახსენეთ ეხლა, ხო, აი თავის დროზე ხო, მიშას ეხლა ესე კარგად არ მახსოვს, მაგრამ ხო მახსოვს, ხო ვიცი რა იყო და რატო აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, ხო? დღეს რო შენ იგივე არგუმენტი მოყავს და სინგაპურიზაციას ახსენებ, რომ აი თურმე სინგაპური ყოფილა წარმატების, მაგალითად, მაშინ მიშა მართალი ყოფილა და მოუხადეთ ბოდიში, რა ზერჩოთ ამ სინგაპურს. სწორი ყოფილა ის კაცის მაგ საქმეში თქვენზე მაგალითად, როდის თქვენ ეხლა მიხვდით მაგას და ის იზრდა 12 წლის წინ, ხო? თუ ესეა, ეს ერთი, მეორე, რა ვიცი, ეხლა ბატონი პრემიერის ვიდეოა რა, რა ვთქვა, როგორ აი არ შეიძლება რომ არ ითქვას ეს, აი კობახიძის ვიდეო არის რამდენიმე ერთი თვის თქვენ ახევრის 2 თვის წინ, სადაც ამბობს ზუსტად იგივეს, რომ ამის აპირისპიროს, რომ სახელმწიფოს კონტროლებადი კაპიტალი დაუშვა. ეს არის პრობლემა და გადმონაში წარსულში დაბრუნება საბჭოთა კავშირის აღდგენა. რომ თურმე არ შეიძლება, როგორ შეიძლება, ჩვენ ხო სულ მაგას ვიზახდით, რომ შედი რა სახელმწიფო როცა ხარ სააფთიაქო ქსელი გააკეთე სახელმწიფო ვიღაცა კერძო ინვესტორთან ერთად დააფინანსე რაღაცა ხელი შეუწყო შენ წილიც კონდეს და წამლის ფასები დაწიე კონკურენციაში შედი კერძო ბიზნესთან გააკეთე სხვა მიმართულებიც გავს ჯანდაცვის მიმართულებით ჰოლდინგი გააკეთე სადაზღვო კომპანია გააკეთე სახელმწიფო მონაწილეობა ხო არის სახელმწიფო რკინიგზა სახელმწიფო კომპანია ხო არის მსგავსი ტიპის ორგანიზაციები და კომპანიები გააკეთე სახელმწიფო კაპიტალის ქვეშ რაც კონკურენციაში შევა კერძო ბიზნესს და დააგდებს ფასებს წამალს რო ვერ ყიდულობს საქართველოს მოქალაქე და პენსიონერი ადამიანი დღეს ხო ამას როცა უხსენებ ეს არისო კომუნიზმი გადმონაში სტალინი ლენინი ყველა ერთად დგება ხო და არაბები რო აშენებენ ქალაქს გონიოში და იქ თურმე იქ არის საჭირო მაინც და მაინც სახელმწიფო კაპიტალიზმი მაშინ გაახსენდათ ჩვენ ვართ მტრები ქვეყნები მაშინ გაახსენდათ რომ ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, გერმანია ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითია ხო ეკონომიკის მაგას არ ვამბობდით რომ გეუბნებოდით გერმანიდან და შვედეთიდან მაინც და მაინც LGBT მარსო იღებთ 2 წლის წინ და სანამ იმჭკუაზე იყვნენ რომ პრაიდები ჩატარებამდე მაგას ვეუბნებოდით რომ ეს აიღე სოციალური დაცვის ის ბენეფიტები აიღე რაც იმ ქვეყანაშია და არაბებზე რომ მიდგა საკითხი და იქ რა ქვია ორი ქალაქის აშენებასთან რომ მიდგა გონიოში და თბილისთან ახლოს მაშინ გაახსენდათ რომ თურმე გერმანიაში არსებობს ეს მოდელი სახელმწიფო კაპიტალი არის კერძო კაპიტალთან ერთად და ერთად ქმნის არ ვითარებს ქვეყნის ეკონომიკას. მაშინ გაახსენდათ მანამდე ეს იყო აი უბრალოდ აი ეს ამას რო უყურებ აი რატო უჩნდებათ კითხვები და რატო გაგიჟებენ რომ კაცო ვაგიჟებთ კი არა მეც გაგიჟებული ვარ. ანუ როგორ შეიძლება რომ ადამიანი აი ესეთ რაღაცებს გეუბნებოდეს ეთერში გამოდიოდეს ასეთი არგუმენტები მოყავდეს და მე ვინმეს უნდოდეს და ვინმე წარმოიდგინოს რომ მე შეიძლება ამ ადამიანს დავუჯერო. რაში უნდა დავუჯერო მატყუებს შტერები ხო რა ვარ მატყუებს ძალიან სწორი აქცენტი გააკეთე შენ რაც დაკავშირებული არის აი სახელმწიფო კაპიტალის საკითხთან რაზეც ისაუბრა ამ შემთხვევაში რესპონდენტმა პირველ რიგში ჩემ პატივისცემაც როგორც ამ გადაცემის ამყვანს ისე სტუმარს და აქ პიროვნულ ასე ვთქვათ საკითხებზე არ არის საუბარი მაგრამ აი უბრალოდ შინაარსი რაც უკავშირდება სახელმწიფო კაპიტალის მონაწილეობაო არ არის პრობლემაო პირველ რიგში აი წოტნემ როგორც თქვა სრულიად გავიზიარებ რომ ერთი თვის ინიზახდა კობახიძე რომ კომუნიზმი არისო სახელმწიფო კაპიტალის რამეში მონაწილეობა მაგრამ დღეს რო დაჭირდათ თურმე ეს პრობლემა არ ყოფილა მაგრამ მეორე და კიდე უფრო მთავარი რაც არის ეს ბატონი შოთა ამ შემთხვევაში საუბრობს რომ სახელმწიფო კაპიტალის მონაწილეობა სტრატეგიული მიმართულებებითო ესო მიღებული პრაქტიკა არისო და რას გვეუბნებით ეხლა თქვენ რომ რა არის სტრატეგიული მიმართულება არაბებისთვის ქალაქების აშენება არის სტრატეგიული მიმართულება სადაც ის პრინციპი უნდა დავარღვიოთ რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ლიბერალურ პარადიგმაში ამ პრინციპს ვარღვევთ ესე იგი ჩვენს საკუთარ თავს უნდა გადავახდეთ რატო რის გამო რომ სტრატეგიული მიმართულება ყოფილა ამ უცხოური ინვესტიციაში მონაწილეობა და ამ დროს თუ ეგ გვინდა და თუ მაგას ვაღიარებთ რომ სტრატეგიულ მიმართულებებში და სტრატეგიულ დარგებში
არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი იყოს კერძო სექტორის ხელში და სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს. ენერგეტიკა გვაქვს ეგეთი. ენერგეტიკის სფერო არ არის ბატონებო სტრატეგიული მიმართულება. მთლიანად კერძო სექტორის ხელში როა და ეხა კიდე იძახიან რომ სამი თეთრითო დენი უნდა გაძვირდესო. აქ რატო არ მონაწილეობს სახელმწიფო კაპიტალი? ეს არ არის სტრატეგიული მიმართულება. შენ დეველოპერული ბიზნესი ყოფილა სტრატეგიული მიმართულება და აქაც თან როგორი სამშენებლო ბიზნესში თუ გინდა მაინდა-მაინც აქ ხედავ სტრატეგიულ მიმართულებას, სოციალური სახლები ააშენეთ. უსახლკარობა ბინადრობა, უსახლკარობა რომ ნომერ პირველი პრობლემა ხდება ამ ქვეყნისთვის. ბანკისგან, მევახშეებისგან გამოყრილი, ქუჩაში დაყრილი ხალხისთვის სახლები ააშენეთ. ეს იყო სტრატეგიული მიმართულება. თუ მაინდა მემჩენებლობაში გინდათ რომ ფეხი შედგათ. მილიონერ არაბებს რო აუშენებთ ქალაქებს, ეს არის ამ ქვეყნისთვის სტრატეგიული პოლიტიკა და სტრატეგიული მიმართულება. რეებს იძახით მართლა უკვე თქვენ თვითონვე უნდა აკონტროლოთ საკუთარი მეტყველების აპარატი, თორე ნებისმიერი სიტყვა ქართული ოცნება დღეს არის და ეს წარმომადგენლები, ვინც ამ თემაზე აპელირებს ყოველ შემთხვევაში, ჭადრაკში არის ესეთი მდგომარეობა, რომ რა სულაც არ უნდა გადადგა ნებისმიერი სულა ახლოვებს შენ დამარცხებას. ზუსტად იგივე მდგომარეობაში ხართ. ვერ აპრავებთ ამ საკითხს და იძახით ესეთი ტიპის საკითხებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზიანებთ. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ქართულ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ზოგადად არასწორია სახელმწიფო კაპიტალი, მხოლოდ განსაკუთრებულად, მხოლოდ უმნიშვნელოვანეს შემთხვევაში არის ეს შესაძლებელი, რომ კერძო ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად იმუშაოს და ჩვენთვის თურმე ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს ყოფილა არაბული ქალაქების მშენებლობა. არც ენერგეტიკა, არც ბინადმშენებლობა, არც იაფი სახლები, არც რაიმე სხვა საწარმოები გადამამუშავებელი მრეწველობისგან არაფერი არაბებისთვის სახლების აშენება ყოფილა მთავარი სტრატეგიული მიმართულება და გწვენოდეთ უბრალოდ მართლა ესეთი დამოკიდებულებისთვის ქართული ხალხის ერთი თენგომ რას თქვა და არ ვიცი მართლა ვეთანხმები ძალიან ბევრია კომენტარი კიდევ ერთხელ დიდი ბოლომინა უთხრე ყველას მართლა ისე არ ვიცი შეიძლება რაღაც ძალიან მიამიტური ოცნებასავით გამიშთა მაგრამ იქნება დაგევალდებულებინათ პატარა ქარხანაც აეშენებინათ ამ ხალხს რომელიც ამ შემთხვევაში მართლა იქნებოდა თქვა სახელმწიფოსიან ალბათ მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ უბრალოდ თქვენ ნათქვამზე ვაკეთებ ჩვენს რეაქციას გვაქვს ჩვენი რეაქცია და იმედია ბოდის ვიხდი თუ რაღაცა ემოციურ ფონზე გადავაჭრე მაგრამ არ ამგონი იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ თუ ასეთი განცხადებები თბილისში მყოფი ერთ-ერთი მაღალ რეიტინგული ტელევიზიიდან იქნება ორიენტირებული არა მხოლოდ რაღაცაში და რაღაცა პიარ და რაღაცა თქვათ ერთი კაცის გახარებაზე და აიცი რა ჩვენ ისტორია არამედ თელი საქართველოს რუკა რო ავიღოთ თელი საქართველოს რუკა ავიღოთ ყველაზე მაღალი წერტილი სადაც სკოლაში ერთი ბავშვის გამო ერთი მასწავლებელი დადის იქიდან დაწყებული ბარში ქვემოთ ყველაზე ელიტარულ უბანში დამთავრებული და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ნაწილში მოსაზღვრე რა ქვია ოჯახთან ნახევრად რომ გადადის საზღვარზე სახლი იმ ოჯახში და მცხოვრებ ბავშვზე კალზე პენსიონერზე რო იქნება ორიენტირებული მაშინ იქნება მაშინ არის შენ მაშინ ქვია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მაშინ ქვია შენ სახელმწიფო მოხელე და მაშინ გაქვს შენ პასუხისმგებლობა თორე სხვა საკითხში ვიცი რომ ამ ქვეყანას უჭირს მაგრამ თურმე ირკვევა რომ სინამდვილეში არ უჭირს რადგან თქვენ ამ განცხადებების საშუალება გააქვთ ნეტა სიმართლე იყოს თქო ბოდის მოვიხდი კიდე ერთხელ ვამბობ და მე მინდა ასევე უკვე ბოლოსკენ წავიდეთ ჩვენ თენგო და ბევრი ბუნებრივი კითხვა გაჩნდება კარგით მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს ჩვენ სხვა შორის კომენტარები კიდე ერთხელ ძალიან ბევრი კომენტარია და უბრალოდ რო წაგვიკითხოთ ეხლა და შევყვეთ სხვა შორის ალბათ ვფიქრობ შემდეგ გადაცემაში ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ ინტერაქტივ შემოვიტანთ და იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარია და უმეტესობა არის მართლა არიან მოწინააღმდეგეები უბრალოდ ეხლა რაციონალური რაღაცა საერთო შეჯამება უნდა მოხდეს რომ ისეც არ იყოს რომ ვიღაცას იმიტომ არ საერთო წინააღმდეგე ვარ იმიტომ რომ არაბია მაგიტო არ მინდა და რაღაცა იმიტომ რომ სკანდინავიელია და იმიტომ რომ ესეც ხელისუფლების რა თქმა უნდა თქვენ უჩენთ ამ საფრთხეებს მაგრამ გამოსავალზე რომ ვიღაცა მკითხოს რაში ვხედავთ გამოსავალს დაახლოებით მე უბრალოდ მინდა რომ ვიდრე განახებთ ვიდეოს იგივე თქვა ბატონ დემურ გიორხელიძემ აღცენა იმ რაშიც თქვა მე ვხედავ მე პირადად რაშიც ვხედავ გამოსავალს და ვიდრე ბატონ დემურ გიორხელიძის ამ ვიდეოს გავუშვებთ უბრალოდ ერთი რამ მინდა დავამატო მაინც ყველაზე მთავარი პასუხისმგებელი
ნებისმიერ შემთხვევაში არის იმ დროს ყოფი იმ ქვეყანაში ხელისუფლება. პირველი პირი იქნება ეს საკანონმდებლო დონეზე თუ სამთავრობო დონეზე არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. მათ შორის როგორი პროპაგანდა აქვს, რა ინფორმაცია აქვს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, მისი რა უფლებები ირღვევა, მისი რა უფლებები არ ირღვევა და ყველაზე მთავარი, რა წერია კონსტიტუციაში და რა არის მთავარი კანონისთვის. ეს არის მე მაინც ვფიქრობ და რა თქმა უნდა ყველაზე მშვიდობიანი ფორმით. ამის რადიკალირება არის დამღუპველი. მაგრამ ამის საერთოდ ესე, მოდი რა კაცო რა ესე, როგორც ჩვენ ვნახეთ რომ დაждებიან და ნარს დაიდებენ და არა რას ამბობ. იქ მივა აბარა კაცო, იქ მაგარ შეაურმას იყიდის, რაზე იქ მოიწყო აბა დამლაგებელი აუცილებლად. აი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჯობია რომ იყოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღები ადამიანები ხალხთან თავის მოსახლეობასთან შეთანხმებით. გვინდა არ გვინდა ასია. არჩევნებამდე ხო ამას ვამბობთ რომ გვექნება შეხვედრები, რა ვიცი, არჩევნები რომ მორჩა, ყველამ შეხვედრის ოთახები გახსნა. დღეს ამ საკითხზე ერთი ოთახი გახსენით რა. აი იმ ოპოზიციასაც, აი ამ პოზიციასაც სწორედ ამას ვეუბნებით, ჩვენც ვიქნებით მონაწილე. ერთი დიდი შეხვედრის აქცია იყოს ეს მოსმენის და ის კაციც გაიგებს, კაცო, ის ჯგუფიც გაიგებს ამას, მით უმეტეს იმათ პრაქტიკაში არსებობს მონტენეგროს მაგალითი. როდესაც მონტენეგროში ხალხთა ნებათაღელვა იყო, ეს ადამიანები ჯარიმით, დანაკარგით გამოვიდნენ მონტენეგროდან, მთელი სანაპიროს გაკეთება უნდათ, რა ვიცი, აყვავება უნდათ, მაგრამ ნუ ჩატოლა ხალხმა რომ არ უნდათ რა ეხა აი ამ ადამიანების თუ ნებისმიერ კაცო მარტო არაბი გერა, საერთოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ინვესტირება არ უნდა. მონტენეგრო მართლა შესანიშნავი ქვეყანა, პატარა ულამაზესი თავისი პოტენციალის მქონე ქვეყანა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ აი გამოსავალზე როცა არის ლაპარაკი. აი ბატონ დემურის ერთ-ერთ ამონარიც გაჩვენებთ, აი რა არის გამოსავალი? ანუ გამოსავალი კი არა 100%, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რა არის რომ ალტერნატივა გამოსავალზე დავიწყოთ ფიქრი. ქართველები საკმაოდ მოძლიერებული არიან ქვეყნის გარეთ და აქაც ხო არიან ფული. გამოგეცხადებინა რომ აი ორი ქალაქი, რომელიც თქვენ უნდა ააშენოთ, გააკეთეთ კონსორციუმი, საკონტროლო პაკეტი იქნება ქართული მხარის, კერძო იყოს, დაიხმარეთ არაბი, ჩინელი, ვინც გინდა ოღონდ, არა უმეტეს 59%-ში. რაც ნიშნავს საკონტროლო პაკეტი. გადაწყვეტილების მიღები არის საკონტროლო პაკეტის. ეს არ ნიშნავს ერთმა დამიწერა რა მნიშვნელობა აქვს 59% ბინას ის თუ გაყიდისო. არა, კაცო, ასე არ ხდება. მართლა პროექტი არის ერთი, ქალაქი დაუშვათ 51% გადაწყვეტილებების 100%-ზე ახდენს გავლენას. იმ პატს, რომელმაც პატიოსნად მოგცა ინვესტიცია 59%, ანუ 59.5% მოგებისა გაატანე და გაუშვი. იქნებოდა ქართული ქალაქები ვიღაცა უცხოელი ევროპელი იყიდის აქ, ამით მარეგულირებელიც არსებობს. მოკლედ, ჩვენ ალბათ ვინმე არ გაიგოს, როგორც ჩვენ ერთ შემთხვევაში ახლა დღეს ბატონ დემურ გიორხელიძეს გამოსვლებზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. და მაშინ დელივით არ დაგვიწყონ, ახლა ირაკლი ღარიბაშვილის ვიდეოებს უშვებდით და უშვებთ ჩვენ. უბრალოდ ვახსენებთ ადამიანებს და კიდე ახლა ისე გამოვა რომ ახლა თურმე დემურ გიორხელიძე მაფინანსებს და აი და დემურ გიორხელიძე. უბრალოდ არა. ნებისმიერი როდესაც ერთ-ერთი საღი აზრი გაისმება, ნუ მე ყოველ შემთხვევაში საწყისი გამოსაულის არის ამაში, აი რომ ხელისუფლება ორიენტირებული იყოს სწორედ იმ აქცენტებზე, რაც გააკეთა ბატონმა დემორემ. ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება გამოსავალი. ხო, ამ შიშებს რაც შიშები არის. ხო, რა კიდე არის ცოტა ფაქტია არის, შიშები არის, მოკლედ ვიტყვი, ფაქტია რომ ეს შიშები არსებობს და ეს გადაწყვეტა საკითხის რაც ბატონმა დემორმა შემოგთავაზა ჩვენს და მათ შორის ხელისუფლებასაც თუ ვინმეს გაგება უნდა, ხო? და მოსმენა უნდა ყველაფერს გაიგებდა, ამ შიშებს გადაჭრის. ეს ერთი, თუ ეს არის მთავარი მიზანი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზოგადად
საერთოდ წინააღმდეგი ვარ მსგავს ტიპის ინვესტიციების და ყველაზე მთავარი რაც არის, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ცუდი და რასაც მე რასაც მიშიზმა თვლი გარდა იმისა დაუშვათ იმ სისასტიკისა რა როგორც იქცეოდა ის კაცი და მისი რეჟიმი. მიშიზმი არის ის, რომ ეს არის საზოგადოების მოტყუება, რომ თურმე მსგავსი ტიპის ინვესტიციებით ქვეყანა ვითარდება. მსგავსი ტიპის ინვესტიციებით ქვეყანა არ ვითარდება. ქვეყანა ვითარდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებით, ტექნოლოგიების განვითარებით და იგივე ჩვენ თუ საუბრობთ წარმატებულ ქვეყნებზე, ევროპულ ქვეყნებზე იქნება ეს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ავიღებ, მაგალითად თუ რა ვიცი, ჩინეთს ავიღებთ, ხო? იქ რაღაცა კაზინოებზე და მომსახურების სფეროებზე დაფუძნებული ეკონომიკის წილი ძალიან დაბალია და მთავარი წილი მათი ეკონომიკური განვითარების არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. რას ნიშნავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა? ეს ნიშნავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ნიშნავს მრეწველობის განვითარებას, მცირე მრეწველობის განვითარებას, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას და რასაც და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას და ამისკენ უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო და საკუთარ მოსახლეობას არ უნდა ატყუებდეს და არ უნდა ეუბნებოდეს, რომ თურმე ეხლა დღეს არაბს შემოვიყვანთ, არაბი აშენებს ორ ქალაქს და იქ გაიხსნება რაღაცა 2-3 მაღაზია, სადაც შენ იმუშავებ, ხვალ თუ შემოვიყვან ზეგ რუს შემოვიყვან და პატარ-პატარა ქალაქებს ავაშენებინებ და ესე განვითარდება. ეს დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, ეს ტყუილი და აი ამ რაღაცა საკუთარი პირადი დივიდენდების მიღების სანაცვლოდ აი ამ მსგავსი სანქციები ქცევა, მსგავსი ქცევა და მოტყუება საკუთარი მოსახლეობის, ეს არის მიშიზმი სწორედ. მიშაც მაგასაკეთებდა, მიშაც სინგაპურზე ლაპარაკობდა და სინგაპურიზაციაზე ლაპარაკობდა და ესენი ძიმ დღეში აღმოჩნდა, რომ როგორც მიშა ლაპარაკობდა სინგაპურზე, ზუსტად იგივე ტექსტებს იმეორებენ დღეს სინგაპურზე და სინგაპური ცდილობენ იმის გაპრობებას, რასაც გონიოში აპირებენ და თბილისთან ახლოს. აქედან გამომდინარე ეს არის პრობლემა. ეს საკითხი შეიძლება ასე გადაიჭრას, მაგრამ ზოგადად მიდგომა სახელმწიფოსი არის პრობლემა და თუ ჩვენ რამეზე გავაკრიტიკებთ, უნდა ამაში აბსოლუტურად ვთანხმდით. თengos სიღრმისეულად უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ დღეს შეიძლება ეს გადავჭრათ, მაგრამ ხვალაც იგივე პრობლემა არ დაგვიდგეს. იცი კი ბატონო, თუ გინდათ კი არა, გამოსავალთან დაკავშირებით, რაც ბატონმა დემურმა შემოგთავაზა, მე უბრალოდ ერთ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოჩნდით, ჩვენ გულისხმობთ ჩვენი ჯგუფი და ბატონი დემური თანამოაზრეები, ხო? იმიტომ რომ მათ შორის თავიდანვე როცა იყო საუბარი, პოზიცია შენი პირადად იყო ეს და ნუ ჩვენი ჯგუფის პოზიცია, რომ რატომ დაუშვათ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ იმ ტერიტორიის ან გამოსყიდვის, ან თუნდაც დანაწევრებულად შეძენის და იქ ქართული კაპიტალის ჩადება რატო გახდა ამ შემთხვევაში გამორიცხული. მე მესმის ახლა საქართველოში ძნელია მოიძიო 6 მილიარდი დოლარი, ალბათ შეიძლება ერთ ხელზე გეყოს, ერთი ხელის თითები გეყოს და არც დაგჭირდეს ერთი ხელის თითები ბოლომდე, რომელ ადამიანებს შეუძლიათ ამ ხელა ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ ნუ იქნება ასეთი მასიური თუნდაც იყოს შედარებით მოკრძალებული იყოს, დროში გაწელილი, სადგეჩქარება ხوار გარბის ის რწანისი და გონიო. იყოს დროში გაწელილი, მაგრამ აშენდეს ეს ქართული კაპიტალით. ყოველ შემთხვევაში იყოს აქ უცხოური კაპიტალის მონაწილეობაც, მაგრამ აი რაზეც საუბრობს ბატონი დემური, რომ 51% საკონტროლო პაკეტი ამ შემთხვევაში იყოს ქართული საზოგადოების, ქართველის მკვიდრი მოსახლის და არ მაქვს საუბარი ქართულ ეთნიკურ ქართულზე, ჩემი აზრით ეს არის მთავარი პრინციპი და აი ანალოგს გავაკეთებდი იგივე ანაკლის პროექტი, ჩემი აზრით ბევრად მნიშვნელოვანი პროექტია, თავისი შეიძლება მოცულობით იქ 2 მილიარდზეა ლაპარაკი და აქ 6 მილიარდზე, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ის პროექტი არის მართლა სტრატეგიული მნიშვნელობის, იმიტომ რომ დერეფანს ქმნის და გამტარუნარიანობას ქართული პროდუქციის, უბრალოდ პროდუქციის ზრდის დაახლოებით 3-ჯერ ვიდრე დღეს გვაქვს და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში სწორედ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს სახელმწიფოს აქვს 51% და საკონტროლო პაკეტი. ასეთი ტიპის მიდგომები უნდა ყოფილიყო, ეხლა ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ ეს მოხსნიდა პრობლემას, მაგრამ ხელისუფლებამ სამწუხაროდ აირჩია ეს გზა, რომელიც აირჩია. თენგო, მე უცებ სულ რაღაც 2 დღის უკან რაც ნახე და რაც გადამხდა ამ ისტორიას მოყვები. მე ხშირად ვახსენე დღევანდელ ჩვენ საუბარში სოფელი და სოფლად მცხოვრები ადამიანი. სულ კითხვა გაჩენილიყო, რომ კი ბატონო, ჩვენ ლაპარაკობთ ერთი ცხრილის გონიოში ხდება, იქ განვითარდება, კი რაღაცა მინგრეულია ინფრასტრუქტურა ასე შემდეგ და აქეთ მეერე თბილისში და ეს ვითარდება, ხო? რატომ არ შეიძლებოდა ეს განვითარებულიყო, ან და ქართველმა, მართლა ქართული კაპიტალით გაკეთებულიყო, ან და თქვათ ხელისუფლების კაპიტალი, არ ვიცი, ხელისუფლების მონაწილეობას ყოფილიყო, გაკეთებულიყო იმ ადგილებში და იმ ზონაში, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ სოფელი ინგრევა, სოფელში ახალგაზრდა აღარ ცხოვრობს ასე. სურიოდ დღის უკან. იცით, თქვენ რომ მე ბატონ კოტე მიქაძესთან ერთად ვიყავი გურიაში ჩავედით. და
ლანჩხუთის გურია გადავიდა, სხვა შორის მინდა აქვე ვიხემძღვანელო და ბატონ მერაბ ჟორდანიამ და მისმა შვილმა კახი ჟორდანიამ შეიძინეს, ლეგენდარული ჯგუფი, კლუბი ლანჩხუთის გურია და მნიშვნელოვანი თამაში იყო და იცი რომ არც კოტე მიქაძეს, ბატონ კოტეს არ აქვს ხა ისეთი მდგომარეობა რომ თქვა წავსულიყავით მარტო ფეხბურთის საყურებლად, მაგრამ წავედით რომ მნიშვნელოვანი თამაში იყო და რაღაცა მართლა საოცარ თამაშს დავესწარი, მაგრამ ვიდრე ჩავიდოდით ბატონი კოტე მიქაძესთვის ლანჩხუთი და ზოგადად გური არის მისი არაერთხელ უთხოვ ჩვენთან ეთერში მისთვის აი არ ვიცი მე ეს არის საოცარი ისტორია ანუ მეტი წილი რა ვიცი ღირებულებების ბებიის ბაბუის აი ძალიან ბევრი რაღაც მისთვის არის და ყველა კუთხე კუნჭული იცის და რომ ივდიოდით როდესაც გადაუხვეთ თუ კაი ჯაპანა და ამ გზას ავტობანი და გადავედით იმდენი დანგრეული სახლი ვნახეთ და თავად გვერდზე იჯდა და რომ უყურებდა ამდენ დანგრეულ სახლს ჩამონგრეულს მიტოვებულს კაცის შვილი არ იყო ფაქტიურად საკუთარ ბებიის და ბაბუის სახლს, საკუთარ დედულეთს გავცდით აი ამ იმაში და მე მივხვდით რომ აი რაღაცა აი ამ ფონზე ვეღარ მივხვდით, ვეღარ გაიხსენა სად უნდა ჩაეხვია. წარმოიდგინე. პატარა ჩანარს გავაკეთებ სამწუხაროდ გური არის პირველი საქართველოში. სწორედ ამის თქვა მიდოდა და კი ბატონო. დაცლის ტემპით რაჭაში ცოტა ცხოვრობს ვიდრე გურიაში, მაგრამ დაცლის ტემპი გურიას რო ეგეთი არის. და უბრალოდ აი კითხვა მიჩნდება. მართლა კითხვა მიჩნდება. ხო შეიძლება რომ ხო ვიცით, ყველამ ვიცით, ამას რა თუ უნდა ან თქვათ ის მაგალითიდან, რა თუ უნდა თქვათ კოტე მიქაძის არაერთხელ უთხოვ ჩვენთან ეთერში სხვა სტუმრებსაც რომ თავარი ქვეყნის, საქართველოს ქვეყნის გადარჩენის თავარი ხერხემალი ეს არის სოფელი, სოფელზე იდგა ყოველთვის მეცნიერული კუთხით, არ ვიცი, როგორც გია და რა თქმა უნდა გადარჩენის კუთხით, მიწათ მოქმედების კუთხითაც კი. აი ეს არის მთავარი და სახელმწიფო მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა და აი ამ გამოსავალზე ჩემი აი ამ სიტყვით დავამთავრებ გამოსასაუბარს. მე დარწმუნებული ვარ, ღმერთმა კრას ასე იყოს რომ ამ პროექტს კონკრეტულად აი ამ ჯგუფის მიერ ეს არ შედგება ეს პროექტი თუ იქნება სწორი, ადეკვატური, რაციონალური, მშვიდობიანი გულწრფელი პასუხისმგებლიანი პროტესტი. ყველა ის ჯგუფი ვის გაერთიანება, ვინც ამის წინააღმდეგია. არ შედგება ეს პროექტი და ალბათ მაინც მგონია რომ მოუწევს თუ ალბათ სხვა გამოსავალი არ იქნება ქართული კაპიტალი ჩაიდება, სახელმწიფო რაღაცას გამოყოფს, ანდა თუნდაც იგივე ვთქვათ, ამაჯობია ესე ბატონ ბიძინა ივანიშვილმა ჩადოს და გააკეთოს ისევ თვითონ. არ ვიცი, შეიძლება ეს არის მაგრამ გააკეთოს. იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად არის ერთი ძალიან მთავარი შიში, რაზეც მე არ ვიცი, წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აი ხა უბრალოდ ამ არაბულ თემას მოყვება ეს კი ხშირად რაღაცა ბოლომდე შეიძლება ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ რაღაცა რაციონალურად შეიძლება ეს საფრთხე რომ შევყო ძველობაში არ იყოს, მაგრამ აი ამ არაბულ თემებს მოყვება ეს აი არ იყო მე შეკითხვებიც არის და ჩვენს ახლა წერენ რომ აი მეჩეთებს მოითხოვენ, მე ყველაფერს მოითხოვენ. ეს საფრთხეების რო არის და ესეც პასუხები რო არა აქვთ. ესეც ხელისუფლების ბრალია, იმ პროპაგანდის ბრალია რაც ახლა ხდება. და როგორც თვითონ შვებიან და მე არ მინდა რომ აი მაგალითად ჩემი ოჯახის წევრებმა გერმანიიდან გამომიგზავნეს 4 დღის უკან რა მოხდა ერთ-ერთ ევანგელისტურ ეკლესიაში გერმანიაში ვამბობ არ ვიცი უდიდესი პატივისცემა ხა იცი რომ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს შენ აგერ ბებია გერმანელი ყავს ჩემო ძმაო და ზოგადად ამ ეს ერი არ ვიცი საოცარი ერია, არ ვიცი, ფსიქოლოგიურად, არ ვიცი, ისტორიით, ბისმარკის ქვეყანაა ბოლოს, რაც არ უნდა მერცმა და ამ ცუდმა პოლიტიკოსებმა აგრეო ბისმარკის ქვეყანა გერმანელებში, აი გერმანიაში რო ასეთ რამე მოხდება, აი ამ საფრთხეს ხედავენ. მე არ ვამბობ რომ ეს ახლა მერცმა ხო, ჰიტლერის ქვეყანაცაა. სხვა შორის ის ჰიტლერი ორჯერ Journal Times-ის ყდაზე იყო, ფოტოშორის. მაგრამ აი უბრალოდ ნახოთ ვიდეო გერმანიაში, ერთ-ერთ ევანგელისტურ ეკლესიაში სადაც 100%-დან 99% გერმანელი ხალხი ზის, ვნახოთ, მოლა როგორ გალობს შიგნით და ვნახოთ ეს ვიდეო. Allahu Akbar, Allahu Akbar. Allah أشهد أن لا إله إلا الله
მოკლედ დარწმუნებული ვარ და არც მინდა და ეს არ მოხდება, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში არის შიშებიც და ზუსტად ვიცი. და ისევ ვამბობ, რომ ისევ და ისევ ჯობია ქართული კაპიტალი, ისევ და ისევ ჯობია საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველებმა, თქვათ და არაქართველებმა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ააშენონ ეს ქვეყანა, მიეცეს საშუალება ყველა ახალგაზრდას, მომავალთაობას მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და უბრალოდ ვიტყვი. მე მირჩევნია ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის სამების აშენების ტოლფასი გარემო იყო შექმნილი ყოველთვის ქართველის მიერ გაკეთებული და ბიძინა ივანიშვილმა აშენოს ისე ჯობია ვიდრე ასეთი შიშებით, ასეთი დაზაბრული საზოგადოება ცხოვრობდეთ ერთმანეთში. არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა მშვიდობა უსურვო ჩვენ ქვეყანას, მინდა მშვიდობა უსურვო ამ პროცესს. მშვიდობიანად დამთავრდეს ეს პროცესი და მონტენეგროს მაგალითი მაინც გქონდეს. ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია რაციონალურად, მაღალ კულტურული, ზნეობრივი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებით და რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს იმ მეფეების, მხედართმთავრების, იმ გამოჩენილი ადამიანების წინამძღოლობით გადავლახოთ ეს პრობლემა და ეს ქვეყანა გავიდეს აი ამ ფონს ყველაზე კარგად. ვშვიდათ რომ მთელი ქვეყნის ინტერესები და მათ ყველაზე მთავარი ჩვენი საკუთარი ინტერესი. სუვერენიტეტი იქნება ეს, არ ვიცი, ეკლესია, ერი, ბერი გაერთიანდეს და სწორად სწორ მხარეს დავდგეთ. დიდი მადლობა თენგო, დიდი მადლობა ცოტნე, დიდი მადლობა ჩვენს სვენელს და მაყურებელს როგორც სოციალურ ასე თავისუფალ არხზე, ბოდიშით ემოციებისთვის და მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა. ჩვენ შევესწრებით ისევე ჩვენთვის პატარა რაღაც ჩვენი შესაძლებლობით გავაგრძელოთ რომ მოგაწოდოთ სწორი, ობიექტური, რაციონალური შეფასებებით გაჯერებული ინფორმაცია. მადლობთ ნახვამდის. დიდი მადლობა ნახვამდის.